ჩანაწერიც გაეშვა. მოკლედ, მოდი გავაკეთოთ ახლა მაშინ აპლიკაცია. Quiz-ი გავაკეთოთ. გვექნება რაღაცა 3 კითხვა გავაკეთოთ, რა არ გვინდა ძალიან ბევრი კითხვები და რაღაც ძალიან რო გავწევოთ ახლა ეს დროში 3 კითხვა გვექნება. და ვიზამთ როგორ რაღაცას გვექნება რაღაც სასტარტო გვერდი. სასტარტო გვერდზე იქნება დაწყება, ღილაკი დაწყება და რო დააჭერ უნდა დაიწყოს quiz-ი მოკლედ რა. რაღაცა კითხვები მოვიფიქროთ, 3 კითხვა გვექნება და ამ 3 კითხვაზე შეგვიძლია რაღაცა 3 პასუხი გავაკეთოთ, ან 4 შესაძლო პასუხი გადავწყვიტოთ როგორმე. და quiz-ს რო გაივლის, მოკლედ ამ 3-ვე კითხვაზე რო გაცემს პასუხს, მე უნდა გაიხსნას მოკლედ შედეგის გვერდი, სადაც გამოვუტანთ სწორად რამდენს გაცა საერთო ჯამში პასუხი რა. ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ ხა ჩვენ. აჰა. კარგი. პირველ რიგში მოდი გავაკეთოთ intros page-ი. ეს main activity ქვია ხამას, ეს manifest-ში შევხედო. აქ წინა პროექტიდან აცები წავშალებ. დავარედაქტიროთ. კარგი. პირველ რიგში გავაკეთოთ intro-ს გვერდი. და ამისთვის უბრალოდ ახლა სახელებს შევცვლი, ახლა main activity რო ქვია თქვა არ მოძონს, რაღაც ესეთი ყველა კლასს მივცეთ ლოგიკური სახელი, ხო, ახლა main activity არ გვინდა, ეს იყოს, მოდით ჩვენი საწყისი გვერდი იქნება intro activity. activity-ს რო სახელი შევცვალოთ, მოკლედ რეფაქტორი შეგვიძლია ეგრე გამოვიყენოთ და rename-ში დავარქვათ რამე სხვა, მაგალითად intro activity. და XML-საც შევცვლი სახელს activity main-დან activity intro-ზე. ეს იქნება ჩვენი საწყისი წერტილი აპლიკაციაში. მე გვექნება manifest-ში, manifest-შიც ავტომატურად შეცვალა, მან შესაბამისად manifest-ში არაფრის შეცვლა არ გვიწევს. აი არის ჩვენი intro activity. ეხა გვინდა რისი გაკეთება. პირველ რიგში მოდი intro-s page-ი მოვაწყოთ. გრავიტაცია უკვე ცენტრში მივეცი ამას, ორიენტაცია აქვს ვერტიკალური და მოდი რაღაცა ღილაკი დავაგდოთ, button-ი იყოს, wrap content და button-ს ექნება რაღაცა ტექსტად start quiz. ესეთნაირად. შეგვიძლია რაიმე background-ზეც ფოტო დავაგდოთ, მაგრამ ნუ ეხლა მე ისეთ რაღაცა მოიჭირო ყველა გაკეთებს, ამიტომ მოდი ამ ეტაპზე გამოვტოვოთ. ID კონდეს start quiz button-ი. ID-ც მივეცით. გვექნება wrap content-ი და ტექსტი გვექნება, ამ ღილაკს ტექსტი ექნება start quiz. ეს ღილაკი სტანდარტულად არის ცენტრში მოთავსებული, მოდი ტექსტის ზომას განვუსაზღვროთ და გავზარდოთ ტექსტის ზომა კონდეს 24 sp. ესეთნაირად. და შეგვიძლია ცოტა padding-ებიც გავუკეთოთ, რავი, padding-ი კონდეს მაგალითად 16 db. ან რავი 35 db. ცოტა მსხვილი ღილაკი რო იყოს. თითი რო არ აცდეს. კარგი. ეხლა გავაკეთოთ, ეხლა მინდა რომ კაროჩე აი start quiz რო დავაკლიკაო, მინდა რომ quiz-ი გაიხსნას რა და quiz-ში როგორც უკვე ვახსენე, გვექნება 3 კითხვა. ვინმე ხომ არ გაქვთ რამე იდეა როგორ შეგვიძლია ეს quiz-ი გავაკეთოთ უშუალოდ რა. რა იდეები გაქვთ, რა ვარიანტები გაქვთ მაგისთვის? Binding-ი ხარ, მინდა ჯერ უბრალოდ სტრუქტურა წარმოვიდგინოთ quiz-ის როგორი იქნება. რამდენი გვერდი გვექნება, რის მიხედვით დავასკვნით კითხვა, ანუ პასუხი სწორი იყო თუ არა, სად გვექნება ვაფშე ეს კითხვები და პასუხები, სად წავიღოთ, რა ვუყოთ ამ ყველაფერს, ან რამე აზრი ხო არ გაქვთ მაგასთან დაკავშირებით, როგორ მოვაწყოთ სტრუქტურის დონეზე, ანუ ესე იგი ჩვენ ვამბობთ რომ quiz-ი რო გავაკეთოთ, ვინაიდან 3 კითხვა გვაქვს, გვექნება 3 activity. ყოველი კითხვის. და მეოთხეზე გვექნება result-ი. კარგი, გავაკეთოთ 3 activity, მაგრამ ფრაგმენტებით რო ვაკეთებდე როგორ იზამდი? სამ ფრაგმენტი იქნებოდა ერთ activity-ზე.
მოკლედ აქ იდეაში ბევრი ვარიანტია როგორ შეიძლება მის გაკეთება. მე უბრალოდ ერთ ვიტყვი რომ შეგვიძლია გავაკეთოთ სამი activity-თაც, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი activity-თაც, ერთი activity-თაც გამოვა ეს უფრო ისეთი თემა არის, სიმართლე რომ ვთქვათ, ერთ activity-ზე შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩავატიოთ რა, ეს ზედმეტი გვერდები რო არ ვწეროთ ახლა. ამიტომ მოდი გავაკეთოთ ახლა როგორი რაღაცა, იცი რომ გქონდეს მოკლედ ერთი activity, მაგრამ ერთ activity-ზე ცოტა უფრო რთულად გამოვა, მოდი ჯერ სამით დავიწყოთ და მე თუ მოვასწრებთ გადავაკეთოთ ერთზე. გვექნება არა, მაშინ ენამებს ვერ ახსნი, ენამები მინდა რომ გამოვიყენო რა. ამიტომ მოდი ერთზე იყოს. გვექნება quiz activity. გვაქვს რაღაცა intro activity გავაკეთეთ, quiz activity-საც გავაკეთებ, ნუ quiz activity-ს მოდი სხვანაირად შევქნი ხა ხელით რა ვწერო ყველაფერი. empty views activity, main-ის მაგივრად გვექნება quiz activity quiz-ი. finish მივცემთ და მოკლედ შეიქმნა ჩვენი activity, ზედმეტ რაღაცეებს აქაც მოვუშლი. ესეთნაირად. და გვექნება კიდევ ერთი, ეს ფერადი, იმიტომ რომ ხა Git-ზე მაქვს ატვირთული, ბოლოს რაც გავაკეთეთ და ფერები მით. ამას არ მიაქციოთ ყურადღება. ეხლა გვინდა კიდევ ერთი რაღაც. რეზალტიც უნდა გამოვაჩინოთ ხო, ანუ საბოლოო შედეგი, ტიპმა რამდენი კითხვას გაცა საბოლოოდ პასუხი სწორად რა. მაგის გასაკეთებლად გავაკეთოთ კიდევ მესამე activity. გვექნება empty views activity. და ეს იქნება იდეაში result activity, იმიტომ რომ ამ გვერდზე ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ შედეგი რა, ანუ რას მივიღებთ, რამდენი პასუხი გასცა სწორად მომხმარებელმა. გვექნება ეს result activity, ესე შეგვიძლია დავამატოთ, ნუ აქაც ზედმეტ რაღაცებს მოვშლი. ახალი პროექტი შეგექმნა? კარგით. ესე იგი, intro გვაქვს რაღაც ღილაკია დასაწყებად. ეხლა ავაწყოთ უშუალოდ quiz-ი. და მოდი როგორ გავაკეთოთ, იცი? გვექნება კითხვა და კითხვაზე გავაკეთოთ სამი პასუხი. გაგახსენდა? ენამებით ქონდა შენც ალბათ ხო? ხო, აი ენამებით ვიზამთ ეხლა ჩვენც. კარგი. პირველ რიგში მოდი ღილაკებს დავაგდებ ეხლა მე აქ გვექნება ღილაკები. რაჭის პროექტორს. მასკინო. არა ეს დაუთხელებულა და ჩვენებს ეს პროექტორი რატომაც და ფოის შავი უკეთა ჩვენებ. კაი, გვექნება სამი ღილაკი ამ გვერდზე, რომელშიც გვექნება ჩაწერილი კითხვა, ანუ პასუხები და შუაში ტექსტ ფილს დავაგდებთ, სადაც იქნება კითხვა და მოკლედ ღილაკს რო დააჭერს, კითხვა შეიძლება, პასუხები შეიძლება და საბოლოოდ რო გავუვლით ყველაფერს, გადავალთ result-ის გვერდზე. გვექნება match parent-ივ კონტენტი სიგრძე სიმაღლეში. ნახეთ ახლა რას ვაკეთებ მე. ამ ღილაკს მე კონკრეტულად არ ვაძლევ იმას ტექსტს, იმიტომ რომ კითხვები და პასუხები ეს ყველაფერი ცალკე მინდა განსაზღვრო და მე პროცესში მივანიჭო ამ ღილაკს ტექსტი, რაც უნდა კონდეს რა. გავიგე გაგეთ. XML-ს აკეთებდი და ეს Kotlin-ი შექმნი აქ? აქვე როგორ შექმნი Kotlin-ი? ეს ამას დავამაგროთ. და გავაკეთოთ კიდევ ერთი ღილაკი.
დალინკვას აი set content view ფუნქციით შეგვიძლია აქ ჩავაწოდოთ უშუალოდ layout-ი, რომელიც გინდა რომ activity-მ გამოსახოს. თუ შეიძლება რომ ცოტა შუმად ვიყოთ. პირველ რიგში mesh parent-ების მაგივრად NodeDP-ს გამოვიყენებ აქ, იმიტომ რომ constraint layouts ვიყენებთ და constraint-ი სანამდეც აი იქამდე გადაიჭიმება. ამათაც ასე დავამაგრებ. ამას კიდე ქვევით მივამაგრებ ესეთნაირად. კი ბატონო, აი ესე გვექნება, ნუ მოკლედ სამი პასუხის ღილაკი გვაქვს აქ. მოდი ამათ შორის რაღაც დაშრობები გავაკეთოთ ახლა. პირველ რიგში padding-ი გავაკეთოთ გარედან, გვქონდეს 16 ტიპი padding-ი, რომ ეს ღილაკები დავაშოროთ ერთმანეთს და უშუალოდ თვითონ ღილაკებს შორისაც გავაკეთოთ დაშრობები, მაგალითად ამას ვთქვათ, რომ შენ margin bottom-ი გაქვს 16 მაგალითად. 16 ძალიან არის ახლა. ვაიოს. და ზევითაც დავაშოროთ 8 ტიპით ქვედას. ოი, ეს. როგორ? რა სელექტორი? სელექტორის სხვა სწორი არჩევნის შემთხვევაში. ხო. სწორი არჩევნის შემთხვევაში, ნუ მანდ შეგვიძლია თვითონ ღილაკის ფერით შევცვალოთ, მაგრამ ჯერ შეგვიძლია ეგეც დავამატოთ, კი ბატონო. მოკლედ. შემდეგ, ნუ ეს სამი გვაქვს, სამი პასუხი, ნუ ჯერჯერობით ტექსტები აქ არ არის ჩასმული, იმიტომ რომ ტექსტი მინდა მერე ჩავსვა პროცესში, ნუ რაღაც კითხვები რომ ექნება, ეს აპლიკაცია რო გაეშვება, მერე აქ რიგრიგობით ჯერ ჩაჯდება ერთი კითხვის შესაბამისი პასუხები, მერე მეორეს, მერე მესამეს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ეტაპზე ტექსტს არ უსანზღვრა ამას, იმიტომ რომ პროცესში მინდა რომ მივცე. და გვექნება ასევე text view, რომელიც მოკლედ ასახავდეს იქნება უშუალოდ ჩვენს შეკითხვას. აქაც გვექნება 0 ტიპი, height იქნება web content-ი. აგერ არის ჩვენი შეკითხვა, ამას დავამაგრებ მოკლედ ესეთნაირად. ასე იქნება. სიმაღლეში 0 ტიპის მივცემ, მოდი. ესეთნაირად იქნება. მოკლედ ეს იქნება text view, რომელშიც ასევე ტექსტი არ არის ამ ეტაპზე რა. ანუ აი აქ განვთავსე text view, რომელიც არის მთლიან ეკრანზე გადაშლილი, ქვევით არის რაღაცა სამი ღილაკი. text view-ში, არც text view-ში, არც ღილაკებში ჯერ ტექსტი არაა ჩასმული. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვთქვით, ვაკეთებთ ხა ისე რომ ერთ გვერდზე გავატაროთ სამივე კითხვა რა. შესაბამისად, კითხვები გვექნება ცალკე წარმოდგენილი და პროცესში ამ ყველაფერს მივანიჭებთ მნიშვნელობებს, ანუ quiz-ის მიმდინარეობის პროცესში აქ ჩავსვამთ, როცა საჭირო იქნება პირველ კითხვას და აქ ჩავსვამთ პირველი კითხვის პასუხებს, პირველ კითხვას რო გაცემს პასუხს, მერე ავიღებთ მეორე კითხვის მნიშვნელობებს და აქ უკვე დავაყენებთ მეორე კითხვის შესაბამის, ანუ მეორე შეკითხვას და აქ მეორე შეკითხვის შესაბამის პასუხებს. ესე იმუშავებს ჩვენი quiz-ი. პირველ რიგში მოდი ხა მათ ID-ებიც მივცეთ, ეს იქნება ID-თ question text view. რაღაც შეკითხვის text view გვექნება და ამათაც მივცეთ ID-ები. ეს იქნება answer button 1, რომელსაც constraint-ი უნდა შევცვალოთ ასევე. გვექნება ეს იქნება answer button 2. აქ constraint-ებიც გადასაკეთებელია და ეს იქნება answer button 3. პირველი კითხვა, მეორე კითხვა და მესამე კითხვა. მოკლედ, layout-იც ავაწყოთ და ბოლო რაც დაგვრჩა, არის უშუალოდ result-ის გვერდი, ეს ყველაფერი გავთიშოთ. აგერა ჩვენი activity result-ი. Result-ზე აქ ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ რამდენ კითხვას გაცა სწორად პასუხი ჩვენმა მომხმარებელმა. შესაბამისად, აქ გვექნება text view, web content-ი, ტექსტი, ნუ პროსტა რომ დავინახოთ 0-ს დავაგდებ აქ. tools text-ი გამოვიყენოთ. რის ტექსტი გამოვიყენოთ? tools text ან logo-არჩევს. tools-იც შეგვიძლია გამოვიყენოთ, კი ბატონო, მაგრამ იდეაში ამ შემთხვევაში ეგ არაფერს არ შეცვლის. იგივენაირად იმუშავებს ისეც და ასეც.
ამას ექნება text size 50 sp. Tools-ები უფრო განვიხილოთ recycler-ზე უფრო გამოსაჩენი არის მანდ. ესე იგი, აქ იყოს 0 და ნუ მოკლედ მესამე ბოლო გვერდზე, ანუ result-ზე უბრალოდ გამოვიტანთ რაოდენობრივად რამდენ კითხვას გავეცით პასუხი. ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია გავალამაზოთ ახლა რაცა სტილები მივცეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე მოდი ესე იყოს, რომ უბრალოდ კვიზი გავაკეთოთ და მე დიზაინის მხარეს თუ დრო დაგვრჩება რაღაცები შევალამაზოთ და გავაკეთოთ. კარგი. ესეთი მოკლედ მოცემულობა გვაქვს და მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ კოდის წერაზე, დიზაინი ავაწყოთ და ახლა გვინდა რომ მოკლედ პირველი დავიწყოთ intros page-ით. intros page-ზე როგორც ვიცით, გვაქვს ჩვენ ღილაკი, start quiz-ი და გვინდა რომ პირველ რიგში ამ ღილაკზე კლიკის დროს რაღაცა მოხდეს. ჩვენ ამას ვაკეთებდით, ნუ გაიხსნას quiz-ის გვერდი უშუალოდ. ჩვენ ახლა ამას როგორ ვაკეთებდით აქამდე, რომ ვიყენებდით find view by id-ს, იქ მე ჩამოვწერდით ხოლმე find view by id-ებს და მე იქ ამაზე set on click listen-ებს ვსვამდით და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ნუ დღეიდან ჯობს რომ გამოვიყენოთ view binding-ი, იმიტომ რომ უფრო კაი ტიპი არის, ახლა გავარჩევთ მაგასაც რას აკეთებს და როგორ აკეთებს. იმიტომ რომ მოკლედ view binding-ი პირდაპირ გვაძლევს ჩვენ ყველა კომპონენტს გამზადებულად გვენაპოვნი აქვს და შეგვიძლია პირდაპირ find view by id-ების გარეშე binding-იდან მივწვდეთ ნებისმიერ კომპონენტს, რაც გვაქვს ეკრანზე. Binding-ის ჩასართვლად უნდა გავხსნათ Gradle სკრიპტები. აი პირველად რო გადმოვედით Android-ზე, მან ვახსენე რომ ეს ფაილი, ეს ფოლდერი გამოიყენება, ეს სექცია გამოიყენება იმისთვის, რომ აღწეროთ build-ი როგორ მოხდეს ჩვენი აპლიკაციის, ანუ უშუალოდ რო აპლიკაცია ეწყობა, ამ აწყობის პროცესში შეგვიძლია ჩავერიოთ და უთხრათ რომ რაღაცეები აწყობის პროცესში გაითვალისწინოს, რაღაცეები ჩართოს, რაღაც ბიბლიოთეკები დაამატოს და აპლიკაცია რო აეწყობა, ეს ყველაფერი დაგვიხვედროს, რომ მე ჩვენ შემდეგ უკვე თვითონ უშუალოდ კოდის ეზოს ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. ზუსტად ეხლა binding-ის ჩასართვლად ჩვენ დაგვჭირდება Gradle სკრიპტები და კონკრეტულად ეს build Gradle ფაილი. ზოგადად აქ არის ორი build Gradle ფაილი, ეს არის პროექტის დონის build Gradle ფაილი, რომელთანაც ჯერ შეხება არ გვექნება და აქ არის build Gradle module app, ანუ ჩვენ ხო აგერ გვაქვს აპლიკაციის მოდული რა. ეს არის SUSE და პაკეტი რაც არის აქ, ამას ქვია მოდული და ყველა მოდულს აბსოლუტურად რაც გვაქვს აპლიკაციაში, ნუ ეხლა ამ ეტაპზე მარტო ერთი მოდული გვაქვს, მაგრამ აპლიკაციებში ზოგადად დიდ აპლიკაციებში არის ბევრი მოდული. ყველა მოდულს აქვს თავისი ესეთი build Gradle ფაილი. ამ შემთხვევაში ეს არის აპლიკაციის მოდულის და ყველა მოდულს ცალ-ცალკე ეწერება რომელი მოდული როგორ დაიბილდოს, რითი დაიბილდოს, რა სხვა მოდულს ხედავდეს, რას არ ხედავდეს და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ ამ ეტაპზე შევალთ ამ აპლიკაციის მოდულის build Gradle-ში და აქ საწერია შეგვიძლია ჯერჯერობით ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ აი Android-ის განყოფილებაში აი აქ Android-ის განყოფილებაში ნებისმიერ ადგილას მე ქვევით ჩავწერ, შეგვიძლია დავუწეროთ ესეთი კოდი build features, მაგრამ კარნახობს და build features ბლოკი გავხსნათ აქ და შეგნით ჩავწეროთ, რომ view binding-ი უდრის truth, რაც ჩვენს პროექტში მოკლედ view binding-ი ჩართავს და ამის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე ჩვენს აპლიკაციაში view binding-ი გამოვიყენოთ. ეხლა მე რომ sync now-ს მივცე, აქვე შენიშნო ამას რო წერთ და ზოგადად build Gradle-ში რო რაღაცას წერთ, ნუ აქ sync now-ს უეჭველი უნდა დავაჭიროთ, რომ ეს ყველაფერი დაისინქოს. ჩვენ თუ აი აქ build Gradle-ში რაღაცეებს შევცვლით და sync now-ს არ მივცემთ, ეგ რაც ჩვენ შევწერეთ არ იმუშავებს, ანუ უეჭველად, როდესაც Gradle-ში რაღაცა კონფიგურაციას გავწერთ, რომ ეგრეთად binding-ი ჩამირთიან, რაღაცა ბიბლიოთეკას დავამატებთ, ეს ყველაფერი უნდა დავსინქოთ, რომ პროექტი აეწყოს თავიდან, ახლიდან და ეს ყველაფერი რაც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ, უშუალოდ უკვე აისახოს რა და გამოვიყენოთ და ამასთან ვიმუშაოთ. ამიტომ sync now Gradle-ში ცვლილებების დროს არ დაგავიწყდით. Binding-ი ჩავხდეთ. ეს იყო სულ binding-ის შეფასება, როგორც ხდება. ეხლა გადმოდივართ უკან და ეხლა რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა რომ start quiz ღილაკი, ანუ ამ ღილაკზე კლიკის დროს რაღაცა მოქმედება შევასრულოთ. ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს ნაწილი? მოკლედ რო ვთქვათ, გადავიდეთ ჯერ intro activity-ში და აი აქ ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს binding-ი გამოვიყენოთ, რაც მოკლედ ჩავხდით. ესეთ რაღაცას ვიტყვი რა, binding-ს არ თავ, binding-ი რას აკეთებს ეხლა? ჩვენ ხო ვაკეთებდით find view by id-ებს რა. Binding-ი დგება და უყურებს ჩვენს layout-ებს რა. ანუ ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს სამი layout-ი. გვაქვს activity intro, გვაქვს activity quiz-ი, გვაქვს activity result-ი.
ეს binding-ი დგება და აგენერირებს კლასებს ამ ყოველი layout-ის შესაბამისად რა. თუ გვაქვს მაგალითად activity intro, ამ activity intro-სთვის აგენერირებს, ანუ უკან ჩვენ მაგას ვერ ხედავთ, ეს თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს, აგენერირებს რაღაცა კლასს, გვიქმნის, მაგალითად activity intro binding კლასი იქნება და ამ კლასში აერთიანებს მოკლედ ყველა კომპონენტს, რომელსაც მოიცავს ეს activity intro. მერე დგება და იგივეს აკეთებს activity quiz-ისთვის, ანუ უყურებს რომ გვაქვს ეს layout-ი activity quiz-ი, გვიქმნის ამისთვის კლასს, თვითონ აკეთებს ამას, გვექნება activity quiz binding-ი, რომელშიც გვექნება გაერთიანებული აი ამ quiz-ის კომპონენტები. მერე ადგება ისევ და result-ისთვისაც იგივეს გააკეთებს. ანუ ყოველი layout-ისთვის გვიქმნის კლასებს თვითონ და ამ კლასებში წინასწარ გვახვედრებს უკვე ნაპოვნ ყველა კომპონენტს და ჩვენ find view by ID-ების გარეშე შეგვიძლია რომ ჩვენით ნებისმიერი კომპონენტი ავიღოთ იქიდან. ეხლა ყველა გვერდზე ეს არის ჩასართველი ინდივიდუალურად, აი ჩვენ ხა მაგალითად ვიმყოფებით intro activity-ზე და იმისთვის რომ binding-ი ჩავთოთ, გვჭირდება ესეთი კოდი, ნუ ეხლა თავიდან არასდროს დავწერთ და დაიქრაშება, მაგრამ მაგით კიდე რაღაცას განახებთ იდეაში. მინდა პრივატული შემოვიტანოთ ცვლადი. აქ დავალებაში ერთ რაღაცას შევნიშნე, რომ თქვენ ხშირად წერთ ხოლმე აქ public-ს რატომღაც და public-ი არ გამოიყენოთ, როცა ეს აშკარად არ სჭირდებათ და binding-ი ისეთი შემთხვევაა, რომ binding-ი ნახდათ ანუ კლასის იმ გვერდის გარეთ, რომელსაც ეკუთვნის, არასდროს არ უნდა გავიდეს რა. ანუ ყოველთვის დაიჭირეთ binding-ი იმ გვერდის შიგნით, რომელსაც ეს binding-ი ეკუთვნის. არ გააკეთოთ ისე, რომ რაღაცა კლასი შექმნათ და იმ კლასში binding-ი გადააწოდოთ რა, სადღაც და ეგ კლასი მე სადღაც გამოიყენოთ. ეგეთ რაღაცები არ შეიძლება რა. jobs ყოველთვის binding-ი იყოს აი ამ სივრცის გარეთ არ გავიდეს არასდროს. და არა მხოლოდ binding-ს ეხება ეს, ანუ ზოგადად ეცადე ყველაფერი იყოს პრივატული და თუ მართლა გჭირდებათ რომ რაღაცა სხვაგან დაინახოთ, მაშინ გახადეთ მარტო public-ი ან protected-ი. ანუ დანარჩენ შემთხვევაში პრივატული. გვექნება პრივატული ცვლადი, რაღაცა binding-ი და გვინდა რა რომ აი ამ binding ცვლადში გქონდეს შენახული ყველა ანუ ეს კომპონენტი რაც გვაქვს ამ intro page-ზე, ანუ intro screen-ზე რაც გვაქვს, ყველაფერი გვექნება ამ binding-ში. ეხლა ეს binding-ი რას უდრის? უდრის ჩვენ ხო გვაქვს intro activity რა და XML-ს რა ქვია ამ intro activity-ს, XML-ს დავარქვით ქვია ანუ activity intro. შესაბამისად binding-ი ადგა და ამ XML-ის მიხედვით მე დამიგენერირა კლასი რომელშიც ეს ყველა კომპონენტი მექნება. ამ კლასის სახელი ეხა იქნება თუ XML-ს ქვია activity intro, მექნება activity intro, აი ნახეთ activity intro binding. ეს კლასი მე არ შემიქნება, ეს binding-ი რო ჩავრთე, ეს binding-მა თვითონ შემიქნა. binding-ი მე რო არ ჩამერთო, ეს კლასი აქ არ იქნებოდა რა. ანუ build-ის პროცესში binding-მა ეს დამიგენერირა და დამახვედრა. ამას ესეთი კლასი გვექნება და ამას აქვს ესეთი ფუნქცია inflate. ეხლა რა ხდება მეგობრებო? inflate, ესე იგი საქმე რაში არის? ეს inflate რისთვის გვჭირდება? ეხლა ამ inflate-ს პირველ რიგში უნდა ჩავაწოდოთ inflater-ი და activity-დან ჩვენ ვიმყოფებით activity-ში. activity-ს აქვს ესეთი ტიპი ქვია layout inflater-ი, ანუ მოყვება თავისი საკუთარი layout inflater-ი. ეხლა ეს რა არის ვიტყვი? ეს layout inflater-ი არის რაღაცა, რაც იღებს ჩვენს XML-ის ფაილს და ამ XML-ის ფაილს წარმოადგენს კლასად, ანუ ბერავს და შეგვიძლია რომ ეს დაუშვათ XML-ის კლასი, XML-ის ფაილი წარმოადგენოთ კოდის ნაწილში როგორც კლასი, ანუ view ან view group-ი ან რავი დავბეროთ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ activity intro binding სჭირდება ზუსტად ეს layout inflater-ი, რომ ამ ჩვენს layout-თან, რომლისთვისაც გაგვიმზადა ჩვენ კომპონენტები, მოკლედ გაამზადოს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ რა. ესეთი მოკლედ ჩანაწერი არის მხოლოდ. და ეხლა საქმე რაში არის? მეტი აქ იდეაში არაფერი აქ ჭირდება რომ გავაკეთოთ, გარდა ერთი რაღაცისა. ნახეთ, აქ ხო გქონდა ჩვენ set content view. set content view-ში ჩვენ r layout activity intro-ს მაგივრად უნდა ჩავაწოდოთ binding წერტილი root-ი. ეს sets რისთვის არის ვიტყვი? პირველ რიგში მოდი უბრალოდ კონტროლით ამ root-ს დავაჭიროთ და ვნახოთ სად გადაგვიყვანს რა. ნახე, მომინიშნა linear layout-ი. ეს root-ი რა არის რა? root-ი არის ჩემი layout-ის ყველაზე მაღალ დონეზე რა, ანუ რაც დგას, ეგ თეგია რა, ანუ ჩემს შემთხვევაში ყველაზე მაღალ დონეზე მე მიდგას აქ linear layout-ი. ანუ შესაბამისად linear layout-ი აქ არის root-ი.
შესაბამისად მე როგორც ვახსენე binding-ში, ხო, მაქვს წინასწარ გამზადებული ყველაფერი, ანუ ყველა კომპონენტი, რაც ჩემთან ეკრანზე ხდება, binding-ი წინასწარ მე მაგას ნაპოვნს მახვედრებს და შემიძლია პირდაპირ გამოვიყენო რა. ზუსტად იგივე ხდება root-თანაც, ანუ root-ი binding წერტილი root-ს რო ვაკეთებ, ეს root-ი არის ჩვენს ეკრანზე ყველაზე მაღალ დონეზე მდგომი თეგი, კომპონენტი. და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ binding წერტილის და bindings რო დავწერთ, აქ ნახე root-ის გარდა არის ნახე start quiz button, ანუ აქვე დამახვედრა ეს start quiz button-ი, შესაბამისად find view by id უკვე აღარ მჭირდება და ბევრი კომპონენტი რომ მქონდეს ეკრანზე, პირდაპირ bindings რო დავწერ წერტილით, აქვე მექნება ყველა ფერი აბსოლუტურად რაც მე ეკრანზე შევქმენი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ID-ის სახელის მიხედვით აკეთებს ამას, ხო? ანუ ID რაც ქვია ჩვენს კომპონენტს, იმ ID-ის შესაბამისი სახელი ქვია უკვე აქაც მაგას რა. შესაბამისად, აგერა ჩვენი start quiz button-ი, რომელსაც პირდაპირ შეგვიძლია მივწვდეთ და ამაზე შეგვიძლია გავაკეთოთ set on click listener-ი. და ვთქვათ, რომ start quiz button-ზე როცა მოხდა კლიკი, რაღაცა გააკეთე. ეხლა ჩვენ შემთხვევაში quiz-ის გვერდს გავხსნით და ვიტყვით, რომ დასტარტოს activity, რომელშიც როგორც უკვე წინა ლექციაზე გავაკეთეთ, ნუ აქ გამოვიყენებთ intents და ამ გვერდიდან გადავდივართ quiz-ის გვერდზე. ესეთნაირად. მაგრამ ეხლა ნახე, ეს ეხლა დიდი ალბათობით დაიქრაშ, დიდი ალბათობით რა, უჭველი დაიქრაშება. და ვნახოთ ერთად ეგ მომენტი, რომ ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა რაშია. აპლიკაცია გაეშვა და როგორც ხედავთ, ეგრევე გაიქიშა რა. ანუ მე რომ ჩემი JeoLab-ის აპლიკაცია გავუშვა, აი, JeoLab keeps stopping. ანუ როგორც არ უნდა ვეცადო, მე ეს აპლიკაცია ყოველთვის გამიჩერდება, იმიტომ რომ კოდი მიწერი არასწორად. ეხლა ვნახოთ რა ხდება რა. აქაც რომ გავუშვათ აპლიკაცია, მეგობრებო. აპლიკაცია იქრაშება და ჩვენ შეგვიძლია მიზეზი ამ ხარვეზის ვნახოთ logcat-ში. logcat-ში რო გადავიდეთ, ნუ ახლა აქ მე ფილტრში მიწერია my log-ი. თქვენ თუ რაღაცა თქვენი ლოგირება გაქვთ და თქვენ ლოგებს ეძებთ, ეს ჯობს რომ მოვშალოთ თუ გინდა რომ ვნახოთ რის გამო დაიქრაშა აპლიკაცია. აქ უკვე აჩვენებს ყველაფერს, ვაფშე ანუ ყველა ლოგს აჩვენებს, რაც აპლიკაციის ფარგლებში მოხდა და აი აქვე უნდა იყოს ის განყოფილება, სადაც crash-ი მოხდა. აი აგერ არის პატივცემული ჩვენი crash-ი. და აქ წერია ყველაფერი, ესე იგი unable to instantiate activity, ანუ ვერ შევქმენიო activity და მიწერს რას? null pointer exception. attempt to invoke ნახე layout inflator-ზე მიწერს რაღაცას, ნახე on null object reference. ანუ layout inflator-ი რატომღაც არის null-ი. როგორც ჩანს, ხო? ანუ მაქვს რაღაცა null pointer exception-ი და მეუბნება რომ layout inflators ვერ წამოიღებო რა. ანუ layout inflator-ი იდეაში რაღაცა ლოგიკის ქვეშ მუშაობს იქ და საქმე რაში არის ახლა მეგობრებო, ეს ინფორმაცია აქ რომ ნახოთ ზოგადად კარგია, იმიტომ რომ ამის მიხედვით უფრო რომ გავუყვეთ ხოლმე, უფრო იპოვით რაშია პრობლემა არის, ბაგის რა, ანუ ზოგადად ძალიან ხშირად შეიძლება რაღაცა ხარვეზები შემოხვდეს და ხშირად შემოიხედეთ ხოლმე აქ თუ რაღაცა დაიქრაშა, ანუ crash-ის შემთხვევაში აქ უეჭველი შემოდით და ნახეთ რაში არის მიზეზი, რომ ეს სექციაც დაგვეხმაროს პრობლემის პოვნაში მოკლედ და ამასთან მუშაობა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეხლა საქმე რაში არის? ეს ერორი რამ გამოიწვია? ერორი გამოიწვია იმან, რომ მე layout inflators ვიყენებ აი აქ. საქმე რაში არის? როგორც მე ვახსენე, layout inflator-ი გამოიყენება იმისთვის, რომ ჩვენი XML-ის ფაილი წარმოადგინოთ კლასის სახით და გამოვიყენოთ უშუალოდ კოდში რა. ხო და საქმე იმაში, რომ activity-ს ჩვენს გვერდს საკუთარი layout inflator-ი აქვს. მაგრამ layout inflator-ი მისაწვდომი ხდება მხოლოდ on create-ში. ანუ ჩვენ ეხა ეს სადაც გვიწერია, ეს კოდის ნაწილი სრულდება კლასის ინიციალიზაციის დროს. ანუ ეს ნაწილი კოდის on create-ს არ ეკუთვნება, არ მიეკუთვნება. ანუ ეს ხდება ჯერ, პირველი ეს ხდება და მერე ხდება on create. ანუ რასაც გარეთ წერთ კლასის დონეზე, ჯერ ეგ რაღაცები ხდება, მერე ხდება on create-ის გამოძახება.
და საქმე იმაშია, რომ layout inflator-ი ზუსტად ანუ მისაწვდომი ხდება და chance უშუალოდ on create-ში, როდესაც ჩვენი გვერდი, ჩვენი გვერდის ფანჯარა იქმნება და მზად არის რომ გამოჩნდეს ეკრანზე, აი მაშინ გვაქვს layout inflator-ი. ჩვენ კიდე მანამდე ვწდებით რომ ვცდილობთ რომ მივწდეთ. და ზუსტად მაგითო გამოიწვია ამან null pointer exception-ი, იმიტომ რომ ფანჯარა არის ნალი, ანუ არ არის ჯერ შექმნილი. და ჩვენ ამ დროს ვცდილობთ რომ რაც არაა შექმნილი, იქიდან წამოვიღოთ layout inflator-ი. ეხლა ამის დაფიქსვა როგორ შეიძლება? პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია რომ ეს binding-ი ჩამოვიტანოთ on create-ში, რაც არ არის თვალად კარგი, რატო ეხა? იმიტომ რომ დაუშვათ მე მინდა სხვა ფუნქციები გავაკეთო. ხო? მაგალითად მე აქ მინდა რომ ეს listener-ი ცალკე ფუნქციაში გავიტანო, რაც რეალურად სწორი მიდგომა არის. ანუ ჩვენ ეხა აქამდე რაც ვაკეთებთ იყო რომ ერთ ფუნქციაში გქონდა ყველაფერი ჩაყრილი, ხო? ანუ რაღაც აქვე ვწერდით ყველაფერს on create-ში, მაგრამ რეალურად ეგრე არ უნდა იყოს, ანუ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი დავშალოთ ნაწილებად რა. ჩვენ შეიძლებოდა რომ ცალკე გაგვეკეთებინა ფუნქცია, პრივატული ფუნქცია, მაგალითად init listeners დავუშვათ რა. იქნებოდა ფუნქცია და ამ ფუნქციაში ჩამოვწერდი listener-ებს, მაგალითად რაც მაქვს აპლიკაციაში, რომ ცალკე listener-ები ცალკე მქონდეს, რაღაცა კიდე თუ მექნებოდა იმას კიდე ცალკე გავიტანდი და რაღაცნაირად დავყოფდი ამ ყველაფერს, რომ ყველაფერი ერთ on create-ში არ მეწეროს რა. შესაბამისად მე ხარ რას ვიზამდი რომ ავგებოდი ამას და გადმოვიტანდი აქეთ ხარის, მაგრამ ეხა პრობლემა რაშია რომ bindings მიწითლებს და რატომ მიწითლებს bindings იმას ყო არა გაზრი. კი ბატონო. ხო, ნუ ეს init listener-ის გამოძახება აქ არ დაგვაუწყდეს. როგორც ახსენეს, მოკლედ რო ვთქვათ, binding-ი შექმნილია სხვა ფუნქციაში და მე ვცდილობ რომ სხვა ფუნქციაში გამოვიყენო აბსოლუტურად რა. ანუ ერთ ფუნქციაში შექმნილ ცვლადს მეორე ფუნქცია ვერ ხედავს. ხო? მაგრამ იმისთვის რომ მე დავინახო ეს, მაშინ მე ეს უნდა ავდგე და კლასის დონეზე გავიტანო. ანუ თუ მე რაღაცას კლასის დონეზე ვქმნი, მაშინ უკვე ამას ხედავს ყველა ფუნქცია, რაც კლასში მაქვს. მაგრამ აქ ჩვენ უკვე ვნახეთ ის პრობლემა, რომ layout inflator-ი არ არის რა. ანუ layout inflator-ი არ გვაქვს და მაშინ რანაირად უნდა ვქნათ, ხო? აი აქ უკვე role-ში შემოდის ესეთი keyword-ი გვაქვს late-init-ი რა. ანუ როგორ მუშაობს ახლა ეს late-init-ი? შეგვიძლია წარმოადგინოთ ეს ცვლადი შემდეგნაირად. ანუ პირველ რიგში binding-ის მაგივრად, ესე გატოლების მაგივრად აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთ რაღაც, რომ mac private late-init var. ანუ ეს late-init-ი რას ნიშნავს? რომ პირველ რიგში დავასრულებ. binding ორ-წერტილი აქ ტიპი უნდა მივუთითოთ. ამის ტიპი იქნება activity intro binding. ეხლა რა ხდება? late-init-ი რას აკეთებს? ანუ აქ მე ტოლობას არ ვწერ, ანუ late-init-ით როცა ვქმნით ცვლადს, აქ ტოლობას არ ვწერთ. late-init-ი ამბობს შემდეგ რაღაცას. მე აქ უბრალოდ ვასახელებ, რომ მექნება რაღაცა ესეთი ცვლადი, რომელსაც ექნება ესეთი ტიპი. და აი მოგვიანებით მივანიჭებ მნიშვნელობასო რა. ანუ ამ ეტაპზე ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეს არის რაღაცა წარმოუადგინეთ, რომ ესეთი ცვლადი მექნება, ოღონდ ჯერ ამას მნიშვნელობას არ ვაძლევ რა. მე მივცემ მოგვიანებით მივცემ მნიშვნელობას. შესაბამისად, ამ დონეზე მე უბრალოდ ეს წარმოუადგინე და ამ დონეზე იმიტომ წარმოუადგინე, რომ მინდა რომ სხვა ფუნქციებშიც მიჩანდეს, თუ მე რაღაცას ცალკე ფუნქციაში გავიტან, მინდა რომ binding-ი მიჩანდეს, მაგიტო წარმოუადგინე კლასის დონეზე. და უშუალოდ მინიჭებას გავაკეთებ on create-ში. და ესე უკვე ეს იმუშავებს რა. ანუ მე შემიძლია რომ იქ წარმოუადგინებ, თქვი რომ მე მივცემ მნიშვნელობას თქო და აი აქ უკვე ვაკეთებ იმას, რასაც აქ ვაკეთებდი რა. ანუ უბრალოდ ჩამოვწიე on create-ის დონეზე, რომ იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ ეს layout inflator-ი აქ უეჭველი მექნება on create-ში, როგორც ვახსენე, layout inflator-ი on create-ში მაქვს. მანამდე არ მაქვს. შესაბამისად, აქ უბრალოდ თქვი რომ მექნება ესეთი რაღაცა და უკვე უშუალოდ on create-ში, სადაც ეს layout inflator-ი მე უკვე ანუ სადაც მისაწვდომია, მანდ ამ bindings უკვე უშუალოდ ვანიჭებ მნიშვნელობას და მე უკვე იგივეს ვაკეთებ. ესეთ შემთხვევაში ჩვენ რო ეხა ეს გავუშვათ, ეხა უკვე აღარაფერი აღარ დაიკრაშება, იმიტომ რომ layout inflator-საც იპოვის, კომპონენტებსაც იპოვის და ასე შემდეგ. ხო, ნუ dark mode გავთიშო. კომპონენტებსაც იპოვის და ასე შემდეგ და როგორც ხედავთ, აგერ არის ჩვენი გვერდი და დაჟე რომ დავაკლიკოთ, შემდეგ გვერდზეც გადადის. ესეთნაირად მუშაობს მოკლედ binding-ი. binding-თან გაქვთ რამე კითხვა? activity intro binding. რა ქვია შენს XML-ის ფაილს? activity intro ქვია, დასინქე პროექტი. Redux-ში გადადი. binding-ი გაქვს ჩართული. build features, binding უდრის დროს. იცი აქ რა? მაცამ მოგო.
ვიცი intro აი რეალურს არა. როგორ? უი, დასაიმპორტებელია. ეს რეალურად არის ხაზი. შეიძლება იმპორტ კლასობით ეს არის რეალურად არის და იმპორტებს შეიძლება და ამას რომ მიიტან აგეთ ის იმპორტს. და იმპორტს ეს შეიძლება იდეაში ალტითაც გააკეთო რა ეს და alt enter აგეთ ეს იმპორტ კლასი. და ინტერნეტ საფრთხეს. ინტერნეტის ვიდეოთობით დასაიმპორტებელია რა ინტერნეტი პირველში და დიდი ესეთი. კარგით. Binding-ზე გაქვთ ვინმე სამი კითხვა? არა? ხო, შეგვიძლია შევისვენოთ და მე კვიზი გავაკეთოთ, შეგვიძლია პირდაპირ კვიზი გავაკეთოთ. კარგი. შევისვენოთ და მეორე ნახევარში გავაკეთოთ კვიზი.
კარგით, მოდი გავაგრძელოთ მაშინ. გავაგრძელოთ. კარგი, ეხლა უშუალოდ უკვე შეგვიძლია კვიზის ნაწილზე გადავიდეთ. ეხლა კვიზისთვის გვინდა რომ გქონდეს ასე კითხვები, გქონდეს პასუხები, სწორი პასუხი გქონდეს და ასე შემდეგ. ეგ კვიზის კითხვები როგორი სახით წარმოადგინოთ, ხო არ გაქვთ იმის რამე იდეა, ანუ ეს როგორ გავაკეთოთ? კითხვები, პასუხები ამ კვიზზე. უშუალოდ აი ლოგიკის დონეზე, რა, ვიზუალს ახლა არ ვიხებთ, რა, უშუალოდ კითხვა-პასუხები გვინდა რომ რაღაცნაირად წარმოადგინოთ აპლიკაციაში. ეს კი ბატონო, მაგრამ როგორ წარმოადგინოთ ეს? ანუ ეს არის ჩვენი გვერდი, quiz activity. აქ ახლა ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ჩვენი კითხვები-პასუხები, რომ მე ეს კითხვები და პასუხები ჩვენს ვიზუალურ ნაწილში ჩავსვათ, რა. რომ გამოჩნდეს კითხვაც, გამოჩნდეს პასუხებიც, ვინმეს ხო არ აქვს აზრი, როგორ შეგვიძლია რომ ეს კითხვები აქ ავსახოთ. ჩამოთვალოთ. კლასი შევქმნათ. რა კლასი გვექნება? question კლასი გვექნება ესე იგი. ამ კლასს რა ექნება? Class text string option C. ერთი იქნება ესე იგი question-ი, კითხვა, რომელიც იქნება string-ი. მეორე რა იქნება? Text string. Option C. ეს რა Correct. option-ი რა ტიპი იქნება? List. შენ რა თქვი? რისი ID? Correct infinitives. ID ამას არ უნდა, იმიტომ რომ იდეაში კითხვა ისედაც უნიკალური ტიპი იქნება ყველა კითხვისთვის და შეგვიძლია რომ კითხვა თვითონ question-ი გამოვიყენოთ როგორც ID. კარგი. ესეთი კლასი შევქმნით ახლა ჩვენ, რომელიც არის ეს question-ი, რომელსაც აქვს question-ი, თვითონ კითხვა. აქვს option-ები, ანუ ვარიანტები პასუხების, რომელიც არის წარმოდგენილი ლისტის სახით, string-ებისგან შემდგარი და არის ასევე correct answer, ანუ სწორი პასუხი, კონკრეტულად აი ამ option-ებიდან სწორი პასუხი რომელია. და ეხლა რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ეს კითხვები აქ შევქმნათ, ხო? ან გვექნება მაგალითად ვალ questions list, ანუ კითხვების ლისტი გვექნება, რომელიც არის list of-ი. და აქ შეგვიძლია ჩვენი კითხვები ჩამოთვალოთ. აი მაგალითად, გვაქვს პირველი კითხვა, რომელსაც question-ი აქვს რა კითხვა იყოს, აბა რამე მოვიქცეთ. არის საფრანგეთის დედაქალაქი. საფრანგეთის დედაქალაქი იყოს კითხვა. იყოს option-ები, რომელიც ასევე ცალკე ლისტია, list of. და აქ უნდა ჩამოთვალოთ ვარიანტები ლისტის სახით, რაც შეიძლება პასუხი იყოს, ესე იგი. იქნება ერთი იყოს თბილისი, იყოს პარიზი და იყოს სანდრედია. და გვაქვს მოკლედ სწორი პასუხი. სწორი პასუხი იქნება პარიზი. ეს ნე, პირველი კითხვა გავაკეთეთ. ახლა გავაკეთოთ ამ ლისტში დავამატოთ მეორე კითხვაც. მეორე კითხვა რა გქონდეს? რავი, ამ მოვიფიქროთ. რავი, 2+2 რამდენი? იყოს 4, იყოს 125 და იყოს 1009. არ ვიცი რატომ, მაგრამ იყოს რა. უბრალოდ რომ დავინახოთ და გავაკეთოთ პრაქტიკულად. და მესამე კითხვა გავაკეთოთ მაგალითად რომელია Android-ის ძირითადი კომპონენტი. იქნება პასუხი ერთი activity,
ანუ ან იყოს string-ი ჯერ იქნება მეორე გვექნება any და მესამე გვექნება activity. სწორი პასუხი აქ იქნება activity. ეს ის სამი კითხვა გვაქვს. ლისტის სახით გვაქვს წარმოდგენილი ეს სამი კითხვა. ეხლა ვაკეთებთ რას? რომ ეს question-ი გავაკეთეთ, კლასი წარმოადგინეთ, გვაქვს ლისტი ამ question-ებისგან შემდგარი, რომელსაც მე პრივატულს გავხდიდი. პლუს როგორ რაღაცა იცი ხა ეს რა გვჭირდება ხა კიდე, რა? რამე კიდე ცვლადი ხო გვჭირდება დამატებითი, რომ ეს ყველაფერი სწორად დავამუშავოთ. რას დავამატებდით კიდე? რა properties შემოვიტანდით? ID? ეგ მე შესაძლოა მაგაზე რა ხსაუბარი, ანუ რამე property კიდე აქ. ეხლა ხო შევქმნით ჩვენ question-ების ლისტი, ანუ კითხვების ლისტი შევქმნით. კიდე რამე property გვინდა, რომ ეს ლოგიკა ავაწყოთ სწორად. რამე property ხო არ გვჭირდება კიდე? რამდენია სწორი პასუხი? და current question index-ი. კი ბატონო, score და current question index, ანუ პირველი ცვლადი გვინდა იმის, რომ გავარკვევოთ რომელ კითხვაზე ვდგავართ ახლა. მეორე ცვლადი გვჭირდება იმისთვის, რომ property, იმიტომ რომ კლასში იმყოფებით უფრო სწორი იქნებოდა. მეორე იქნება რამდენს გაეცა სწორი პასუხი. ესეთი ორი ცვლადი გვექნება, property გვექნება კიდე დამატებითი. ესენიც გვექნება პრივატული, პირველი იქნება war current question. ანუ ეხლა რა კითხვაზე ვიმყოფებით იმის ინდექსი და ეს არის 0, იმიტომ რომ მინდა პირველიდან დავიწყო და ჩვენ როგორც ვიცით, პროგრამირებაში ითვლება 0-დან. შესაბამისად, current question index-ი სტანდარტულად იქნება 0, შესაბამისად ავიღებთ ამ კითხვას. და გვექნება კიდე რა? კიდე გვექნება score. ანუ რამდენზე გაიცა სწორი პასუხი და სტანდარტულად თავდაპირველად იქნება 0, იმიტომ რომ ჯერჯერობით კითხვას ზე გაგვიცია პასუხი და პროცესში უკვე როცა ეს გვერდი გაეშვა, პროცესში ამ ყველაფერს შევცვლით მნიშვნელობებს. გვაქვს მოკლედ ესეთი სამი property. პირველი არის question index-ი, score-ი ქულა და question-ების ლისტი, ანუ კითხვების ლისტი. ეხლა მოდი უშუალოდ დავიწყოთ ის რაც ვაკეთებთ. პირველი binding-ი გვინდა უეჭველი. Binding-ი გვინდა უეჭველი და binding-ისთვისაც გვინდა რა თქმა უნდა property იქნება private late init var-ი, რომელიც იქნება რა დამიგენერირა ეხლა. Binding-ი იქნება activity quiz binding-ის ტიპის იქნება და on create-ში, იმიტომ რომ როგორც ვიცით layout inflator-ი on create-ში გვაქვს ხელმისაწვდომი, შესაბამისად აქ უკვე ვამბობთ რომ binding-ი უდრის activity quiz binding inflate layout inflator. და აქ ვაწოდებთ binding roots, ანუ ჩვენი layout-ის ყველაზე მაღალ დონეზე რაც დგას იმ layout-ს ვამბობთ რომ ამ გვერდის კონტენტი იქნება. მაგრამ აქვე მინდა ერთი ხრიკი გაჩვენოთ activity-ის შემთხვევაში binding-ი კიდე როგორ შეგვიძლია უფრო მარტივად ერთ ხაზში გავაკეთოთ რა. ჩვენ ხო გქონდა ესეთი პრობლემა რომ მოკლედ layout inflator-ი ხო აქ არ არის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ პირველი ეს კოდი ხდება და მერე ხდება on create-ი უშუალოდ რა. ანუ ეს სად წერია მაგას არ აქვს მნიშვნელობა on create-ი სუნთლად რომ მაღლა ავწიოთ. შედეგი იგივე იქნება, ეს უბრალოდ დაკავშირებულია თვითონ on create-ის სპეციფიკასთან რა. on create-ი აუცილებლად ხდება კლასის ინიციალიზაციის შემდეგ, ანუ ჯერ კლასის ინიციალიზაცია ხდება, ანუ კოდი აკეთებს ანალიზს ჩვენი კლასის და მერე უკვე უშუალოდ როდესაც ეს ჩვენი კლასის ინსტანცია, ანუ ობიექტი ჩვენი გვერდის შეიქმნა, მერე ხდება on create-ი რა და ეს კოდი ჯერ ინიციალიზაციის დროს ხდება, on create-ი მერე ხდება. ხო და როგორც ვთქვით, ინიციალიზაციის დროს layout inflator-ი არ გვაქვს, რომელიც გვჭირდება binding-ის შესაქმნელად. ხო და შესაბამისად მე რომ აქ ვწერდი ესეთ რაღაცას რომ წერდი, აპლიკაცია მექრაშებოდა. ნუ ეს იდეაში late init-ი აღარ გვინდა ეგეთ შემთხვევაში. ასე აპლიკაცია გვექრაშებოდა, მაგრამ მაინც არის გზა როგორ შეგვიძლია ეს ერთ ხაზში დავწეროთ. და მაგას გაჩვენებთ ახლა როგორ შეიძლება რომ აი აქ გვეწეროს, მაგრამ არ იქრაშებოდეს რა. ერთ ხაზში ნუ ახლა ცალკე რო აქ late init-ი არ ვწეროთ და მერე კიდე აქ რო არ ვუტოლოთ on create-ის შიგნით რა. გაკეთდებოდა შემდეგნაირად. Kotlin-ში გვაქვს ესეთი რაღაცა დელეგატი ქვია რა.
დელეგატებს დეტალურად ცოტა მერე აუხსნიან, დღესაც აუხსნით თუ როგორ ხდება იდეაში. მაგრამ საქმე რაში არის? დელეგატი რო გამოვიყენოთ ტოლობის მაგივრად იწერება by, ან ესეთი keyword-ია და ესეთი დელეგატი არსებობს Kotlin-ში, ქვია lazy. და უბრალოდ ვდგებით და ამ by lazy-ში ვსვამთ ჩვენს იმას რა ქვია. ჩვენს აი ამ კოდს. რაც უკვე იმუშავებს. ეხლა მოკლედ ავხსნეს by lazy რას აკეთებს რა, რომ მივხვდეთ რატო იმუშავებს ასე. ეს რას აკეთებს ხა? ეს by lazy დელეგატი გამოიყენება რისთვის? კოდი, რომელიც შიგნით გვიწერია, აქტიურდება პირველად მაშინ, როდესაც უშუალოდ ჩვენ ამ ცვლადს გამოვიძახებთ. ანუ, სადაც ვიძახებთ bindings, პირველად ეს კოდი მაშინ აქტიურდება. მე რო პირდაპირ ტოლობით მეწერა, ეხო იმას ნიშნავდა, რომ ტოლობა პირდაპირ მუშაობს ზოგადად რა, ეს გადადებული რაღაცა ოპერაცია არ არის რა. და პირდაპირ მოკლედ, როცა გვეწერა, ვინაიდან ეს ეწერა კლასის დონეზე და კლასის დონეზე რომ ჯერ ინიციალიზაციის პროცესში ხდება, სადაც layout inflator-ი არ გვაქვს. შესაბამისად, იქ რაშებოდა აპლიკაცია, მაგრამ by lazy აკეთებს რას, რომ აი ამ blocks გვიმზადებს უბრალოდ ესეთი იცის რომ ესეთი რაღაცა უნდა შეასრულოს, მაგრამ ეგრევე ამას არ ასრულებს რა. პირველად ეს კოდი შესრულება მაშინ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გამოვიძახებთ bindings და ჩვენ ხო bindings ვიძახებთ აქ on create-ში. ხო? შესაბამისად, ეს კოდი ვინაიდან თქვით რომ by lazy-ის დახმარებით იძახება მაშინ, პირველად მაშინ, როდესაც ჩვენ bindings ვიყენებთ, გამოდის რომ აი აქ, ანუ on create-ში მოხდება ეს ოპერაცია. რაც უკვე ნორმალურია, იმიტომ რომ on create-ში layout inflator-ი გვაქვს. ასე რომ ესეთი ხრიკის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ ერთ ხაზზე დავწეროთ ეს binding-ი და არ ვწეროთ ის რომ ზევით latency გქონდეს, მე რეკორით გავუტოლოთ და მე binding group-ში ჩავაწეროთ რაღაცა. ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერზე by lazy უნდა წეროთ. ყველაფერზე by lazy არ წეროთ, დავწეროთ ტოლობები, უბრალოდ ესეთ case-ებში by lazy გამოვიყენოთ. იმიტომ რომ by lazy ხა ტოლობაზე ცოტა უფრო მძიმე ტიპი არის. ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ყველგან არ გამოვიყენოთ by lazy. ანუ გამოვიყენოთ, როცა მართლა გჭირდება ესეთ სიტუაციებში მაგალითად. რო კოდი გავამარტივოთ. ესეც იმუშავებს. ამ ეტაპს ამას მივხვდით ხო? ეს რასაც აკეთებს. ანუ პირველად bindings, ანუ მე რო დავუშვათ binding-ი სადღაც სხვაგან გამომიძახან, სადაც პირველად bindings მივწვდებოდი, კონკრეტულად მაშინ მოხდებოდა ამ კოდის აქტივაცია. ჩვენ ვინაიდან bindings პირველი ვწვდებით აქ on create-ში, ამ კოდის აქტივაციაც, რომელიც by lazy-ში წერია, ხდება კონკრეტულად პირველად მაგ მომენტში. ანუ on create-ში, აი აქ ხდება. კარგი, ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ჩვენს კითხვაზე. ესე იგი, გვექნება რაღაცა ფუნქცია private funny, რომელიცაც მოდი ავწეროთ ის, რომ ანუ ინდექსის გამოყენებით, ანუ რა ინდექსიც გვაქვს, ამ ინდექსით მოკლედ ავიღოთ კითხვა, ხო? აი მაგალითად, იქნება რაღაცა ფუნქცია refresh questions. ესა refresh question. ხო? რაცა refresh question-ი გვექნება, რომელიც გადაარეფრეშებს ჩვენს კითხვას, ანუ ეხლა რა კითხვაც არის, თუ ინდექსი შეიცვლება, მინდა რომ კითხვა განახლდეს და რაცა სხვა კითხვა გამოჩნდეს ეკრანზე. მექნება ესეთი refresh question-ი და ეს რას იზამს? პირველ რიგში მინდა რა, რომ აქ შევქმნით ცვლადს questions. და ამ ცვლადში მექნება ამოღებული ამ questions list-იდან ამ ინდექსით კითხვა. რა ანუ იმ მომენტში refresh-ი როცა გამოიძახება, როცა მე refresh-ს გამოვიძახებ, აი აქ რა მნიშვნელობაც მექნება, იმის მიხედვით მინდა რომ გადამიხატოს მოკლედ კითხვები და პასუხები ეკრანზე. შესაბამისად, მე აქ ხა მჭირდება მოვათავსო მოკლედ ამ ლისტიდან ამოღებული questions list-იდან ამოღებული ამ კონკრეტული ეხა რა კითხვაზე ვდგავართ, იმ ინდექსით ამოვიღოთ კითხვა. ხო? current question index-ით ამოღებული კითხვა. და აქ ეხა გვაქვს ეხა რა კითხვაზე ვდგავართ, ის კითხვა გვაქვს ეხა უშუალოდ ობიექტის სახით. მე რა ხდება? მე რო ვდგებით და უბრალოდ ჩვენს კომპონენტებზე ამ კითხვის პროპერტებს ავსახავთ რა. როგორ ვაკეთებ ამას? ჩვენ ხო binding-ი გვაქვს, ანუ იდეაში აქაც ეს ყველაფერს გვიწერს. მოკლედ, გვაქვს binding-ი, ჩვეულებრივად შეგვიძლია binding-ით მივწერთ, გვაქვს აგერ question text view, question text view-ში ტექსტად ვსვამთ ამ ჩვენი ამოღებული კითხვის იმას ქვია questions. იქნება current question-ი იქნება აქ მოდი ესე იყოს. current question-ის შეკითხვას ვსვამთ ტექსტად, ჩვენი text view-ს ტექსტად. მე და
მე ვდგებით და ეხლა გვინდა რომ ჩვენს ღილაკებზეც დავამატოთ პასუხები, ანუ ჩავწეროთ პასუხები ჩვენს ღილაკებში. ამისთვისაც შეგვიძლია binding-ი გამოვიყენოთ, binding დავუშვათ answer button ერთი, პირველი ღილაკის კითხვაზე ტექსტად დავაყენებ current question-ის option-ების პირველ ვარიანტს, ანუ პირველი option-ი რაც მაქვს ის იქნება პირველ ღილაკზე დაყენებული. მერე მექნება binding მეორე ღილაკი კითხვის, ამას ტექსტად დავუყენებ current questions options მეორე options დავუყენებ უკვე და მექნება მესამე კითხვა, რომელსაც ამას თავისი დავაწერებ, იმიტომ რომ ხმეზრება. ესეთი მოცემულობა გვექნება და ამ refresh questions გამოვიძახებ on create-ში, რომ პირველი ეს უეჭველი მოხდეს რა. და ეხლა მოდი გავუშვათ ჩვენი აპლიკაცია და ვნახოთ რას მივიღებთ, მოკლედ რა. start quiz-ი და როგორც ხედავთ, ნუ აქ ხა ტექსტ გავს დიდი ალბათობით, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ არის საფრანგეთის დედაქალაქი, კითხვა და აქ არის სამი პასუხი: თბილისი, პარიზი და სამტრედია. ესეთი რაღაცა გამოგვივიდა მოკლედ რა. ესეთნაირად. მოდი ამას ახლა გავალამაზებ მე რომ არ იყოს თვალად ეგრეც. პატარაზე არ ჩანდეს და უფრო კარგად ჩანდეს. პირველ რიგში ამ text views ვეტყვი რომ ტექსტი კონდეს ცენტრში, მაგისტვის ორი ვარიანტი გვაქვს, შეგვიძლია ერთი gravity უთხრათ რომ ცენტრში აქვს, მაგრამ ასევე text views კიდე ერთი პარამეტრი აქვს, text align-ი, text alignment-ი, ესეც შეგვიძლია ცენტრში გავუწეროთ და ესეც იდეაში იგივე შედეგს მოგცემს, რომ კითხვა გვექნება ცენტრში რა, განთავსებული. პლუს ტექსტის თვითონ კითხვის ზომა გავზარდოთ, text size-ი გვექნება ჩვენ იყოს text size-ი 24 sp და გავუშვათ ეს აპლიკაცია თავიდან. ხო, text align-მა აშკარად არ იმუშავა. კაი, მოდი ის ვქნათ gravity მივცეთ ცენტრში. გონი text align-ი იქით ტექსტთან მუშაობს. ესეთნაირად. გვაქვს საფრანგეთის დედაქალაქი და გვაქვს სამი კითხვა, სამი პასუხი. თბილისი, პარიზი და სამტრედია. შეგვიძლია ამათი ტექსტების ზომაც გავზარდოთ, რაღაცა text size-ი გქონდეს 24 ძალიან იქნება. იყოს 20 sp და ეს 20 sp უბრალოდ გამოვიყენოთ დანარჩენი ბათნებისთვისაც. ესეთნაირად. ესეთნაირად, მოკლედ, როგორც ხედავთ, ეს უკვე რაღაცა პროგრესი გვაქვს. კარგი, ეხლა გვინდა რა, რომ აი პასუხი გავეცი და მინდა რომ პირველ რიგში თუ სწორად გავეცი პასუხი, მინდა რომ აი აქ სკორი მომემატოს, იმიტომ რომ სწორად გავეცი პასუხი და ქულა ერთი რა თქმა უნდა მომემატოს და პლუს ინდექსიც უნდა გავზარდოთ, იმიტომ რომ უკვე პირველ კითხვაზე აღარ ვართ, ანუ პირველ კითხვას უკვე პასუხი გავეცით, შესაბამისად ინდექსი უნდა გავზარდოთ current question index-ი, რომ შემდეგ ამ ინდექსით შემდეგი კითხვა წამოვიღოთ უკვე, ანუ ისევ refresh-ს დავქოლავთ, ეგ ყველაფერი მოკლედ ავტომატურად გააკეთებს refresh-ი დანარჩენს. ეხლა refresh question-ი გავაკეთეთ, ეხლა მოდი გავაკეთოთ როგორი რაღაცა, იცი? listener-ებისთვის შევქმნათ ცალკე ფუნქცია. ხო, გვექნება ფუნქცია პრივატული private function-ი, რომელიც იქნება set listeners. ხო, ანუ ცალკე ფუნქცია მექნება, სადაც მე ამ listener-ებს ჩამოვთვლი. ხო, ანუ მექნება ფუნქცია, რომელიც მოკლედ არეფრეშებს კითხვას, ანუ თუ ინდექსი შემეწოლა, ანუ უკვე თუ სხვა კითხვაზე ვდგავარ ამ ფუნქციას გამოვიძახებ, რომ განმიახლოს კითხვა, ანუ სხვა კითხვა გამომიჩინოს ეკრანზე და პასუხები. და მაქვს კიდე ერთი ფუნქცია, სადაც უშუალოდ listener-ებს დავადებ და ეს ყველაფერი ჩაშლილად მექნება და მეცოდინება, რომ თუ მაგალითად ამ refresh-ის ლოგიკა მინდა შევცვალო ამ ფუნქციაში უნდა მოვიდე, თუ listener-ების ლოგიკა მინდა შევცვალო, მაშინ ამ ფუნქციაში უნდა მოვიდე. ანუ ესე კარგი პრაქტიკაა ზოგადად, რომ ეს ყველაფერი ესე ფუნქციებად ჩამოვშალოთ. რა თქმა უნდა, ეს set listeners-ი აქ უნდა გამოვიზახოთ on create-ში, რომ უეჭველი მოხდეს, იმიტომ რომ დამწყებებს ხშირად დავისხდებათ ხოლმე ფუნქციას გააკეთებენ set listener-ების და აქ არ იძახებენ და კლიკის დროს არაფერი არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციას რო ვიძახებთ, რო გვაქვს ფუნქცია, სადღაც ეს ფუნქცია ხომ უნდა იძახებოდეს, არა? ჩვენ შემთხვევაში on create-ში. და აქ შეგვიძლია ახლა listener-ები დავადოთ ჩვენს ღილაკებს. გვაქვს binding-ი, ჯერ მოდი პირველზე დავადოთ binding-ი, ნუ ამის ბევრად უკეთ გაკეთება შეიძლება და ეგ მე ვქნათ. პირველზე შეიძლება დავადოთ binding-ი, მეორეზეც დავადოთ, ესა
listener-ი უბრალოდ set on click listener-ი და მესამე რილაკიც აქვე გვაქვს binding answer 3 set on click listener-ი. ანუ სამივე პასუხის ღილაკზე ეხლა ჩვენ დავადეთ listener. ეხლა კიდე ერთ რაღაცას გაჩვენებთ, რითიც შეგვიძლია რომ ეს set listener-ის ფუნქცია გავაუმჯობესოთ რა. პირველ რიგში როგორც ხედავთ, ყველგან გვიწერია binding-ი რა. ანუ ვიმყოფებით აქ იდეაში ზევითაც შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, ანუ ყველგან გვიწერია binding. პირველ რიგში შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ binding-ი წერა აქ არ მოგვიწევს პირდაპირ დავწეროთ questions text-ი და ტექსტი. ამ ეტაპზე რო ეს binding-ი მოვშალო, რა თქმა უნდა არ იმუშავებს, იმიტომ რომ რაღაცა ერთი ხაზი უნდა დავამატო ეხლა მე აქ, მაგრამ შეგვიძლია მოკლედ ისე გავაკეთოთ, რომ ყველგან binding-ების წერა არ მოგვიწევს. ეხლა ეგ როგორ ვქნათ რა? Kotlin-ში გვაქვს ესეთი ლამაზი ფუნქცია, ქვია with და ამ with-ში ვაწოდებთ რაღაცა properties რა, რაც გვინდა რა. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში გვინდა binding-ი. და ეხლა ეს რას გამოიწვევს მოკლედ? ამას გარედან ამ with-ს აქვს ესეთი ფიგურული ფრჩხილები და ამ ფიგურულ ფრჩხილებში გვინდა რომ ჩვენი კოდი ჩავსვათ ესეთნაირად. და ეხლა რა ხდება მოკლედ რა? with binding რომ იწერია, მოკლედ ამ ბლოკში ჩაწერილი კოდი უკვე მოიაზრება იმ ტიპის კონტექსტში, რასაც მე ვაწოდებ with-ის პარამეტრებში. შესაბამისად, მე შემიძლია აქ binding-ები არ ვწერო უკვე. იმიტომ რომ with-ში მე რო ჩავწერე binding-ი, ანუ ეს უკვე მოიაზრებს, რომ ყველაფერი რაც მე აქ ფიგურულ ფრჩხილებში აქვს მოიაზრება, რომ არის binding-ის კონტექსტში გამოყენებული რა. შესაბამისად, binding-ის გარეშე აი ამ აქ შიგნით უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი კოდი დავწეროთ, იმიტომ რომ ეს ფუნქცია მოიაზრებს, რომ უკვე binding-ის კონტექსტში ვიმყოფებით. აქ შეგვიძლია რაღაცა სხვა ნებისმიერი რაღაცების ჩავწეროთ, მოკლედ სიტუაციურად რასაც ჩავთვლით საჭიროდ, ან თუ ხედავთ, რომ ბევრჯერ გიმეორდებათ ესეთი რაღაცეები, როგორც ახლა ჩვენთან იყო, რომ აქ ეწერა 4-ჯერ binding-ი რა. გავაკეთეთ ისე, რომ რაღაცა with binding-ი გავაკეთეთ და შიგნით უბრალოდ binding-ების გარეშე პირდაპირ უკვე შეგვიძლია, რომ რაღაცა ვწეროთ, იმიტომ რომ აქ binding-ი by default მოიაზრება. იგივე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, listener-ების შემთხვევაშიც გავაკეთოთ, აქაც შეგვიძლია, რომ with binding-ი დავახვედროთ და ეს ყველაფერი მოკლედ გავახვიოთ ასე რა. და აქაც უკვე ავტომატურად binding-ი არ დაგჭირდება. ესეთი Kotlin-ის შუგარი გვაქვს, შაქარი მოკლედ. რაც Kotlin-ის კიდე ძალიან ბევრი რაღაც აქ ნელ-ნელა ყველაფერზე ნელ-ნელა გადავალთ. შეგვიძლია даже ესეც ასე ერთ ხაზზე დავწეროთ ესეთნაირად, რომ მაგანაც კიდე ცალკე ხაზი არ დაიკავოს, ხო, მოკლედ ესეც შეიძლება დაწერა. და ეხლა გვინდა რომ აი ამ კითხვებზე კლიკის დროს გავაკეთოთ მოკლედ რაღაცა ოპერაცია მოკლედ რა. ეხლა გვინდა რა? გვაქვს listener-ი. ეს listener-ი რეალურად მეგობრებო ჩვენ რო გავხსნათ ნახე, ეს listener-ი მე მიბრუნებს views. აი აქ უნდა იყოს view, ანუ ბატონი უნდა იყოს, ეს ეხლა რატომღაც არ აჩვენებს on click listener-ი უნდა გავხსნათ. და ხო რა, ანუ on click-ი რო ხდება, on click-ში ეს Java-ს კოდი არის, რომელიც Kotlin-შია კონვერტირებული, ეს ცოტა long story-ა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი თუ გახსოვთ რა, ჩვენ ხო გქონდა for each-ი. For each-ს რო ვაკეთებთ list-ზე, აი პროსტა მაგალითის პონჩი გავაკეთებ ხა რომ აი გვაქვს რაღაცა questions list-ი. ამაზე ხო შეგვიძლია რომ for each-ი გავაკეთებინა, ციკლი რო გადაგვეტარებინა, რაღაც მსგავსი ოპერაცია და აქ ციკლის for each-ი გვაძლევდა კონკრეტულ questions რა. რა როგორც for I in რაღაცა გვაქვს რა. ეს question-ი ხო იქნება ხა ის კონკრეტული კითხვა, რომელზეც ციკლი ხა დგას, ხო ეგრეა. ზუსტად როგორც for each-ი გვაძლევს questions, set on click listener-ი გვაძლევს აქ buttons, ანუ გვაძლევს იმ ღილაკს, რომელზეც მოხდა კლიკი რა. ანუ გვაძლევს ღილაკს, რომელზეც კლიკი მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ხო ხა answer button 1-ზე ვაკეთებთ კლიკს და ეს set on click listener-ი აი აქ გვიბრუნებს buttons რა. თვითონ set on click listener-ში არის ეგრეთ გათვლილი. და შესაბამისად, აქაც ეს clicked button-ი დავარქვათ. გვიბრუნებს ესეთნაირად. და ამას ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ ამის გალამაზებას ვაპირებ ისე რომ ერთ ფუნქციაში გავიტანოთ ეს ყველაფერი ხა, მაგრამ საქმე რაშია? მე ვიზამ შემდეგ რაღაცას. მექნება კიდე ერთი ფუნქცია, რომელიც გააკეთებს ვალიდაციას გაცემული პასუხის რა. ანუ მექნება ფუნქცია, რომელსაც მოდი შევქმნათ რაღაცა private ფუნქცია მექნება, მოკლედ check answer. ხო? პასუხის შემოწმება, ესეთი ფუნქცია იქნება, რომელიც შემოწმებს პასუხს. ეხლა ამას რა უნდა ჩაეწოდებოდეს? პირველ რიგში
უნდა შეეწოდებოდეს პასუხი, რაც გაცა მომხმარებელმა. ანუ რა პასუხს დააჭირათ იქ მომხმარებელმა, ეს იქნება string. და იდეაში ეგ არის. ხო. ეხლა ვიზამთ შემდეგ რაღაცას. აქაც გვინდა ამოვიტანოთ ეხლა რა კითხვაზეც გავართ ის კითხვა, ანუ როგორ იქნება current question-ი. რომელიც არის questions list-ებიდან კონკრეტ ეხლა რა questions-ებს გავართ იმ ინდექსით იქნება მოკლედ ამოღებული ეს კითხვა რა, ეხლა რა კითხვაზეც გავართ. და შევამოწმოთ შემდეგ რაღაცას, რომ ვიზამთ ის რაღაც, რომ თუ თვითონაც მიწერს, მაგრამ არ მინდა. თუ ეხლა რა კითხვაზეც გავართ, იმის სწორი პასუხი უდრის რა პასუხიც გაცა მომხმარებელმა, რასაც მე აქ ვაწოდებ. მაშინ ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას, რომ scores ვზრდით, score plus plus, ანუ გულა მოემატა ტიპს. სხვა შემთხვევაში არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ გაიმაზა, ანუ ისევ რაც იყო score ის დარჩება. და if-ის გარეთ დავწერთ რაღაცას, რომ current question index plus plus. რომ გაიზარდოს, გადავიდეს შემდეგ შეკითხვაზე და აქვე ვიზამ refresh-ს. refresh question. ანუ მე ხო გავზარდე ინდექსი question-ის რა, კითხვის ინდექსი ჩვენ აქ გავზარდეთ, ანუ თქვით რომ მოკლედ თუ სწორად გაცა მოუმატე და მე მაგის ქვევით ის ხდება რომ ეხლა რა კითხვაზეც ვიმყოფებით იმის ინდექს ვზრდით და პლუს ვარეფრეშებთ კითხვას რომ ეხლა ამ გაზრდილი ინდექსით რაღაცა ახალი მომცეს რა, ანუ ახალი კითხვა და პასუხები დამიხატოს. და ეხლა უბრალოდ დავდგები და ამ check answers კლიკის დროს გამოვიყენებ რა, check answer-ი მექნება და აქ უნდა ჩავაწოდოთ answer-ი რაც გაცა ტიპმა, ანუ რაზეც გაცა პასუხი ტიპმა. ჩვენ ხო ვიცით რომ აქ ის ღილაკი მოგდის, რომელზეც კლიკი მოხდა რა. იდეაში შეგვიძლია პირდაპირ ესეც გამოვიყენოთ ამის გარეშე რა. ერთი ვარიანტი არის რომ answer button ერთიდან შეგვიძლია ტექსტი ავიღოთ. text to string ესეთნაირად. შეგვიძლია ესენი საერთოდ არ გამოვიყენოთ. მოდი ამას მე განახერხებთ როგორ შეიძლება ამის გამოყენება. როცა ამას გავალამაზებთ ამ ეტაპზე, მოდი პირდაპირ გავაკეთოთ. გვექნება მეორე კლიკის დროს check answer button ორი text to string და check answer button 3 text to string. და გავუშვათ ახლა ეს და ვნახოთ როგორ იმუშავებს. Start quiz. საფრანგეთის დედაქალაქი არის პარიზი. დავაჭირეთ, შეიცვალა კითხვა. 2+2 დავუშვათ მინდა რომ 125 იყოს, დავაჭირე, შეიცვალა კითხვა. და რომელია Android-ის ძირითადი კომპონენტი? არის Activity. და რაღაცამ ვერ იმუშავა, მე კი ვიცი რატომაც ვერ იმუშავა, მაგრამ იმიტომ ვერ იმუშავა, მოდი ჯერ ვნახოთ რას ვიწერს. ნახე. აი ამიტომ არის კაი logcat-ი გამოიყენეთ რეგულარულად. ნახე, გვიწერს შემდეგ რაღაცას. Array index out of bounds exception. ანუ ნახე, სიგრძე არისო 3-ო, ანუ გაქო რაღაცა ლისტიო, რომელსაცო სიგრძე აქვს 3-ო და შენ მესამე ინდექსით იღებო ელემენტს. ანუ ეს რას ნიშნავს? 3 აქვს სიგრძე. ორი თუნარი. ხო, ნახე, 3 ინდექსი ხო მეოთხე ელემენტს ნიშნავს. პრობლემაც მაგაშია, ლისტის ზომაო შენ გაქო, ანუ 3 კითხვა გაქო სულ ლისტში, ჩვენ ხო 3 ხა ლისტში კითხვა გვქონდა. მესამე ინდექსით ვცადეთ ელემენტის ამოღება, რის გამოც დაიქრაშა აპლიკაცია, იმიტომ რომ ლისტში 3, ლისტის ზომა არის 3 და მე მეოთხე ელემენტს ვწვდები რა, რომელიც რეალურად არ არსებობს. აი ამიტომ ეს logcat-ში კრაშების დროს შემოიხედეთ ხოლმე ძალიან საჭირო ინფორმაციას ნახავთ, რატო იქრაშება აპლიკაცია, გამოიყენეთ რეგულარულად. ეხლა ეს რატო მოხდა? პრობლემა არის აი აქ. იმიტომ რომ მე აქ შემოწმება არ მიდევს, ანუ ნებისმიერ ვარიანტში ბოლო კითხვაზე რომც ვიყო, მე ყველა ვარიანტში პლუს ხდება აქ რა. ანუ რეალურად ნახე რა მოხდა, თავიდან გავიაროთ ეგ პროცესი, რომ ვნახოთ პრობლემა რამ გამოიწვია. Start quiz-ში რო შევედი და მე აქ გავეცი პარიზი და 4, ეხა current question-ში აქ ხომ აქ მე მესამე კითხვა უკვე. ხო და საქმე რა შენახე, ინდექსი არის ამისი 2. უკვე 2-ია. და მე რომ ამას პასუხს გავცემ, ნულიდან დაეწყოს. აქ პლუს მაინც გააკეთებს. 3-ზეაო. და ზუსტად ეგ არის crash-ის მიზეზი. Application keeps stopping, იმიტომ რომ ისევ მესამე ინდექსზე ვეძახი ელემენტს რა. ეხლა ამის გამოსწორება როგორ შეიძლება? მე იდეაში ხომ მინდა რომ თუ ყველა კითხვის პასუხი გავეცი, result page-ზე გადავიდე.
ხო ეგრეა. ხო და ეხლა ნახე რას ვიზამ ესეთ რაღაცას რომ თუ current index-ი თუ ამ კითხვის ინდექსი ესე იგი არის questions list last index კი არა და არ უდრის questions list-ის last index ანუ ეხლა რა ვქენი რა მე ავდექი და შევამოწმე რომ ეხლა მე რა კითხვაზეც ვდგავარ ამ კითხვის ინდექსი თუ არ უდრის questions list-ში რა კითხვებიც მაქვს ბოლო ინდექსს, ანუ ბოლო ინდექსი აქ ხომ ექნება 2, იმიტომ რომ ბოლო ინდექსი ისა ბოლო კითხვა მაქვს მეორე ინდექსით. შესაბამისად, last index-ში მე აქ დამიბრუნდება questions list-ის ბოლო ინდექსი. ანუ ვარ თუ არა ბოლო კითხვაზე მე ხა ამ ეტაპზე რა. თუ ეს არ არის ბოლო კითხვა, ანუ ჩვენ ეხლა რა ინდექსზეც ვართ, ეგ არ უდრის questions list-ის ბოლო ინდექსს. ესე იგი, ბოლო კითხვა არ არის, შესაბამისად შეგვიძლია გავზარდოთ და გადავარეფრეშოთ შეკითხვა. სხვა შემთხვევაში გადავდივართ result page-ზე. Start activity intent this result activity class Java. ეხა უკვე ყველაფერი მშვენივრად იმუშავებს. Parizim 4 activity და გადავედით result page-ზე, რომელზეც ეხლა ამ ეტაპზე არის 0. ამასაც ეხლა გავაკეთებთ. ნუ პირველ რიგში რამდენად გასაგები იყო ის კოდი, რაც ეხლა დავწერეთ. და ეხლა ლოგინს ჩავწერე გასცემ ვერაც მაგრამ ეს ეხლა ეგრე უცბად მოვავიწყე. ხო, ნუ ჩანაწერიც გვექნება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოკლედ ჩანაწერსაც გადახედოთ და თქვენთაც იგივე გაიმეოროთ. მოკლედ პრაქტიკაში უფრო მეტი მოდის ხოლმე, ზოგადად თუ რაღაც არ გვესმის, ეგ ნორმალურია. თავარია თეორიულად გავიგოთ რა გავაკეთეთ. და დანარჩენი უკვე პრაქტიკაში მოა, თქვენ რო დაწერთ ცდით რაღაცებს, ეგ უეჭველი მე დაგამახსოვდებათ და საბოლოოდ გაანალიზებთ აქ რა მოხდა. კიდევ ერთი მომენტი, რისით თქმაც მინდა, რომ აი აქ რო 3 ლისენერი მიდევს, ამის შემცირებაც შემიძლია რა იდეაში, ანუ მე რო აქ 3 set on click ლისენერი მაქვს, შემიძლია 1-ში გავაკეთო ეგ. და როგორ გავაკეთო ეს 1-ში? ხო, აი ეს check answer-ი რო არ მეწეროს აქ 3-გან ერთად რა. გავაკეთებ შემდეგ რაღაცას. გავაკეთებ ესეთნაირად. ეს მოდი დავტოვოთ, ამას დავაკომენტარებ, რომ ვნახოთ როგორ იყო. და როგორ გადავაკეთებთ რა. პირველ რიგში გვექნება, მოდი გავაკეთოთ ლისტი ამ answer-ებისგან რა. answer button 1 იქნება, answer button 2 იქნება და answer button 3 იქნება. და ყოველი მათგანისთვის ანუ ყოველი გილაკისთვის, რაც მე ამ ლისტში მაქვს. ციკლის გამოყენებით swam set on click listeners აი აქ. და ვაკეთებ ერთხელ check answers. ესეთნაირად შეიძლებოდა ამის გაუმჯობესება, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, აქ კოდი გვიმეორდება. ეხლა აქ რა ვქენით უფრო კარგად რა ვნახოთ რა. ლისტი გვაქვს ჩვენი სამივე ღილაკით, გადავუარით for each-ით ციკლით, რომელიც გვაძლევს იმ კონკრეტულ ღილაკს, რომელზეც ეხლა ციკლი დგას და ამ ღილაკებზე, ანუ სათითაოდ ყველა ღილაკზე swampt ერთხელ set on click listeners ეს ციკლი გადავულის და ყველაზე დააყენებს რა. და შემდეგ check answer-ში ამ button-ის ტექსტებს ვაწოდებთ რა და შედეგი იგივე გვაქვს, ანუ იყო ესე და გახდა ეს. ბევრად უფრო ისეთი ლაკონური ჩანაწერი გამოვიდა, ეს მოკლედ აღარ გვინდა. ხო, ესეთ ნიუანსებზეც რო ვიფიქროთ ხოლმე, კარგია. ეხლა რო გავუშვათ იდეაში შედეგი იგივე გვექნება აბსოლუტურად. Start quiz-ი, Parizim 4 და activity. ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ეხლა ჩვენ რა გვინდა რომ ჩვენ შედეგი გამოვაჩინოთ მეორე გვერდზე რა, ანუ ჩვენ მე რო იქ რაღაცა score დავწერე, მე მინდა რომ ეხლა ეგ ქულა რამდენიც მე დავაგროვე ჩემს quiz-ში, გადავიტანო მეორე გვერდზე. პირველ რიგში რა მინდა კიდე რომ გითხრათ რა, ეს არასწორია, როგორც უკვე წინა ლექციაზე ვახსენეთ, მე რო აქ string-ი ასე მიწერე, ეგ არის არასწორი. მე ამას უბრალოდ ვაკეთებ, რომ ზოგადად რაღაც აპლიკაციაში ვქნათ რაღაც, მაგრამ რეალურად კარგი იქნებოდა თუ ამას როგორც წინა ლექციაზე გავაკეთეთ, რესურსებში გავიტანთ და აქ გამოვიყენებთ რესურსებიდან string-ებს, იმიტომ რომ
მე რო ქართულად მქონდეს, ქართულად დამისვამს კითხვას, ინგლისურად რომ მქონდეს ტელეფონი, ინგლისურად დამისვამს კითხვას რა. ამიტომ ამ დონეზეც შეგვიძლია რესურსები გამოვიყენოთ. მე მაგას თუ დრო დაგვრჩება გადავაკეთებთ, რომ ვნახოთ როგორ კონკრეტულად. მაგრამ ხო, ესეთი ერთი ნიუანსი გვაქვს. კარგი. ეხლა რა ხდება მეგობრებო, მოკლედ რა, ჩვენ გვინდა, ჩვენ ხო გვაქვს სკორი რა. ეს სკორი გვიგროვდება ჩვენ აქ, ანუ პასუხებს რო ვცემთ, სკორი იცვლება, იმიტომ რომ როგორც ვიცით, რომ აი ნახე, აქ გვიწერია ლოგიკა, რომ თუ ანუ სწორი კითხვაზე სწორი პასუხი უდრის, ანუ იგივეა რაც მომხმარებელმა ერჩია, ანუ რაზეც დააკლიკა მომხმარებელმა, მაშინ სკორი გამიზარდა, ანუ მომხმარებელს სწორად აურჩევია პასუხი, ხო? ხო და საქმე რაშია, რომ მე ხა ეს სკორი რო დამიგროვდა ამდენი სწორი პასუხი რო გავეცი, მე მინდა რომ result page-ზე ეს გამოვაჩინო, რომ იქ დავინახო აი რამდენზე გამომივიდა საბოლოოდ პასუხი სწორად. ეს ხდება როგორ ხა? პირველ რიგში quiz activity სხვა გვერდია და result activity სხვა გვერდია. მოდი result activity-ზე გავამზადებ bindings, რომ გქონდეს ამას ID-ს მივცემ. გქონდეს score text view. და გავამზადოთ binding-ი, აქაც lazy twist-ამ რომ მარტივად ვქნათ, გვექნება პრივატული val binding-ი, რომელიც არის by lazy, იმიტომ რომ მინდა რომ კონკრეტულად on create-ში გამოვიძახო ეს და მექნება activity result binding inflate layout inflater-ი, ნუ ეს შეგიძლიათ ამ ეტაპზე ბოლოდ დაიზეპიროთ, ესეთი ვაფშე რთული არ არის, როგორც უყურებთ და აქ binding წერტილი root, ანუ ჩვენი layout-ის ყველაზე მაღალი დონის ანუ ყველაზე მაღალი დონის კომპონენტს ვაწოდებთ, რომელიც მთლიანად ეკრანს ასახავს set content view-ში. ეხლა რა გვინდა? ეხლა გვინდა რომ მოკლედ აი ამ quiz activity-ზე გვაქვს score-ი. ამ quiz activity-დან ჩვენ გვინდა რომ ეს score-ი გადმოვიტანოთ result activity-ზე. ანუ აქეთ კლასში გვაქვს და აქეთ კლასში გვინდა გადმოვიტანოთ. activity კონსტრუქტორით არ უნდა შევქმნათ არასდროს. ანუ არასწორია რომ ჩვენ აქ გავხსნათ ეს ჭხილები და რაღაცნაირად აქ ჩავაწოდოთ ეს score-ი და მე ეს გამოვიძახოთ სადღაც. activity-ს შექმნა ესე არ შეიძლება. activity არის Android-ის ძირითადი კომპონენტი და არის რაღაცა წესი, რითიც იგი უნდა შეიქმნას. ანუ ჩვენ კი არ უნდა შევქმნათ კონსტრუქტორის გახსნით activity, სისტემამ უნდა შექმნას თვითონ. რა სისტემამ იცის ეს activity როგორ შექმნას? ანუ არის Android-ის ძირითადი კომპონენტი და ამის შესაქმნელად დამატებითი რაღაც კონფიგურაციები და პროცესები უნდა გაატაროს სისტემამ, რომ ეს ყველაფერი მოკლედ საბოლოოდ ეკრანზე დავინახოთ, აი თუნდაც კონტექსტი, რომელსაც ვაწოდებთ, ხო? ეგეც მაგაში დიდ როლს თამაშობს და შესაბამისად ზოგადად კონსტრუქტორით activity არასდროს არ შევქმნათ. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ start activity-ში ვაწოდებთ ესეთნაირად, რომ უბრალოდ გვაქვს result activity class Java და კოდი ხედავს, რომ ეს ამ გვერდის გახსნა გვინდა და თვითონ აკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო არის. ჩვენი ხელით არ უნდა შევქმნათ activity. მაგრამ მაშინ იქნის ისმის შეკითხვა, რომ რანაირად გადავაწოდო მე ხა ამ გვერდიდან მეორე გვერდს მნიშვნელობა არა. გადავაწოდოთ, ეხლა ჩვეულებრივად განახებთ, როგორც ხედავთ, არის ესეთი კლასი გვაქვს intent-ი, რომელშიც ჩვენ აღვწერთ რომელი გვერდიდან რომელი გვერდი გავხსნათ, ხო? ხო, ეგრე არის. ეხლა მოდი უბრალოდ ამ intent-ს ცალკე ცვლადად გავიტან, მექნება result activity intent, ანუ რაღაცა intent-ი მექნება, რომელიც მიხსნის მე result-ის გვერდს. ხო, ესეთი intent-ი მაქვს, რომელსაც მე აქეთ ჩავაწოდებ ხო. მაქვს intent-ი, რომელშიც ასახული მაქვს, რომ ამ გვერდიდან მინდა გადავიდე result activity-ზე და ამ intent-სვე შემიძლია განუსაზღვრო პარამეტრები, რაც მინდა რომ გაატანოს. გვერდი რო გაიხსნება, შემიძლია ესე გავაკეთო, რომ ამ გვერდის გახსნის პროცესში ამ intent-ს უთხრა, რომ იცი რა, პლუს კიდე რაღაცები გამიტანე რა, როცა გადახვალ result page-ზე, რაღაცა მნიშვნელობები მინდა რომ გამიყოლოთ ხო რა. ეხლა ეგ როგორ გავაკეთოთ? ამ result activity intent-ს აქვს ესეთი ფუნქცია წერტილი put extra. Put extra. და აი ამ put extra-ს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავატანოთ რაღაცა მნიშვნელობა ამ intent-ს, რომ შემდეგ გვერდზე ეს მნიშვნელობები ამოვიღოთ. ამ put extra-ს რო დავხედოთ, ნუ აქ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი აქვს, რა შეგვიძლია ჩავაწოდოთ, მაგრამ პირველი ყოველთვის არის string-ი, name-ი და მეორე არის value. აქ value-ში შეგვიძლია boolean-ის გავაყოლოთ, შეგვიძლია byte-ი, char-ი, short-ი, int-ი გავაყოლოთ. რავი, შეგვიძლია parcel-ი, კლასი შეგვიძლია გავაყოლოთ მოკლედ ნებისმიერი მასივები შეგვიძლია გავაყოლოთ. მოკლედ სტრუქტურა არის შემდეგნაირი. ვაწოდოთ names, რომელიც არის string-ი და მნიშვნელობას. გახსოვთ, აი ლოგირებაზე რო გავარჩიეთ წინა ლექციაზე, გქონდა გასაღები და გქონდა მნიშვნელობა, რაც უნდა დაილოგოს, ხო? და შემდეგ იმ გასაღებით ვეძებდით logებს. უშუალოდ log cut-ში. აქაც იგივე პრინციპი არის, ანუ პირველი ეს name, რაც არის გასაღები.
ანუ რა გასაღებით ვინახავთ მნიშვნელობას წერთ პირველში, ანუ ჩვენ შემთხვევაში გასაღები იყოს მაგალითად final score. ანუ პირველი არის გასაღები, რა გასაღებით ვინახავთ მნიშვნელობას და მეორე არის თვითონ მნიშვნელობა, რასაც ვინახავთ. ჩვენ შემთხვევაში ეს არის score. ესეთნაირად. და ეხლა რას ვაკეთებთ მოკლედ? შევქმნით ინტენტი, სადაც რომელშიც ვამბობთ, რომ მოკლედ ამ ინტენტმა უნდა გახსნას გვინდა რომ ამ გვერდიდან გავხსნათ result activity. პლუს ამავე ინტენტს ვეუბნებით, რომ იცი რა, როცა ამ ოპერაციას შეასრულებ, მინდა რომ რაღაცა ექსტრა მნიშვნელობები, რაღაცა მნიშვნელობები გამიტანო რა, რომ გაყვეს. იმიტომ რომ უბრალოდ ნავიგაცია კი არ გამიგეთ, უბრალოდ გვერდი კი არ გამიხსნა, რომ გამიხსნი. პლუს კიდე აი ამ final score გასაღებით გამიყოლე ეს score-ში რა მნიშვნელობაც მაქვს შენახული, ეგ მნიშვნელობა, რომ იქითა გვერდზე მქონდეს ხელმისაწვდომი რა. ეგეთი რაღაცა უთხარით ეხა ჩვენ. და უშუალოდ start activity-ს უკვე რო ვეძახი და ინტენტს აქტიურებს, მოკლედ აი გზევით რაც აღწერეთ, ეს ავტომატურად მოხდება და მოხდება ისეთი რაღაც, რომ result activity-ზე აქ უკვე შემიძლია რომ იმ გასაღებით მე გამოვიტანო ის მნიშვნელობა. ეხლა როგორ? ზოგადად ყველა activity-ს by default აქვს ესეთი ფუნქცია, ანუ ჩვენ ხო აქ კლასი გვაქვს, რომელიც არის app-compat activity-ს შვილი. ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენს კლასში შეგვიძლია მემკვიდრეში, ანუ მშობელში რაც გვაქვს, ნებისმიერ კლას ფუნქციას მივწვდეთ, ხო? ზოგადად app-compat activity-ს აქ უკვე შიგნით გათვლილი ესეთი property-ა intent. ესეთი property არის, ანუ ეს ჩვენი შექმნილი არ არის, ეს არის property, რომელიც მშობელს მოყვება. ეხლა ეს intent-ი რა არის? ზოგადად ნებისმიერი activity, რომელიც იხსნება intent-ით რა. ანუ ჩვენ რო ხო ვაკეთებთ იქ start activity-ში ვაწოდებთ intents this და მე უშუალოდ activity რომელიც გვინდა რომ გავხსნათ. ყველა activity-ს გახსნა under the hood მექანიზმის ზონაზე ხდება intent-ით. შესაბამისად, ყველა activity-ში არის ესეთი intent პარამეტრი, რომელიც გვაძლევს იმ intent-ს, რითიც გაიხსნა activity. ხო? ანუ даже აი ამ quiz activity-საც აქვს თავისი intent, იმიტომ რომ ეს quiz activity-ც გაიხსნა intent-ით, რა, ყველა activity intent-ით იხსნება. ანუ აი აქაც არის ეს intent property. საქმე რაშია? ნახე? ჩვენ ვინაიდან ეს ოპერაცია გავაკეთეთ, ანუ ჩვენ ეს activity result activity გავხსენით როგორი intent-ით? გავხსენით ესეთი intent-ით, რომელშიც ვატანთ extras. ხო? შესაბამისად, მე აქ ამ activity-ში მეორეში რომელიც გავხსენი. ამ activity-ს აქ property უკვე გამზადებული შიგნით, რომელსაც ახლა აქ ვიყენებ არის intent-ი, ანუ ეს მაძლევს იმ intent-ს, რითიც ეს activity გაიხსნა. შესაბამისად, იმ intent-ში რითიც ეს გავხსენით, ხო, გავატანეთ score-ი. შესაბამისად, ზუსტად ეგ intent-ი მაქვს ხა აქ რა და აქ მე შემიძლია გავაკეთო როგორი რაღაცა, ნახე, get int extra. მე ხო იქ integer-ი გავატანე. ამ intent-ს შემიძლია უთხრა get int extra მომეცი integer-ი, თუ მე მაგალითად string-ი რო გამეტანებინა წინა გვერდიდან, დავწერდი get string extras. მე რო რაღაცა სხვა გამეტანებინა, რა კიდე არის რაღაცა, აი მაგალითად get boolean extra-ც არის აგერას, boolean extra. მოკლედ რასაც ატანთ ტიპის მიხედვით აქ მე იღებთ რა მაგას. და აქ რას ვაკეთებ ახლა ნახე? მექნება wow მაგალითად final score და აქედან ვიღებ get int extras. იმიტომ რომ მე აქედან score-ი int-ი მაქვს, აქ int-ი გავატანე. და რას ვაკეთებ? get int extra და აქ ნახე, ვაწოდებ გასაღებს. რა გასაღებზე ამაქვს მშოვან ნახე? ჩვენ ხო გასაღებებით ვინახავთ ყველაფერს როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ აი ამ გასაღებზე მაქვს შენახული score მნიშვნელობა. შესაბამისად, აქეთაც რო გადმოვდივარ, პირველი გასაღები უნდა მივუწდო, ანუ რომელ გასაღებზე მინდა მნიშვნელობა ამოვიღო. და მეორე პარამეტრი ჩაეწოდება, რომ მაგალითად თუ ამ გასაღებზე მნიშვნელობა ვერ მოხდა მნიშვნელობის პოვნა, მაშინ რა გამოვიყენო რა? ანუ დავუშვათ და იმ გასაღებზე, რომლიდანაც მე ამომაქვს მნიშვნელობა, არაფერი ნაპოვნი არ იქნა რა. ეგეთ შემთხვევაში მაგალითად ვიტყვი, რომ დამიხატე -1 თქო დავუშვათ რა. ანუ ეხლა რა მოხდება? ამ final score-ში მოკლედ intent-ი, ეს მაქვს ის intent-ი, რომლითაც გავხსენი ეს activity. აქედან მე ვამბობ, რომ მე ხო ვიცი, რომ final score გასაღებით ამ intent-ში, რომლითაც ეს გაიხსნა, გამოვატანე score-ი. შესაბამისად, მე ვამბობ, რომ იცი რა, გამომიტანე integer-ი ამ გასაღებზე, რომელიც მე აქ განსაზღვრე. და თუ ამ გასაღებზე მნიშვნელობა ვერ იპოვე, მაშინ -1 დამიბრუნე თქო რა. შესაბამისად, აი აქ final score-ი, აქ integer-ის ტიპია. თუ იპოვის final score-ზე მნიშვნელობას, რაც მე გამოვატანე,
ეგეთ შემთხვევაში მე იქ რა ქულაც მქონდა წინა გვერდზე, ის მნიშვნელობა მექნება final score-ში შენახული. თუ ვერ იპოვის, ანუ თუ მაგალითად არასწორი გასაღები მიუთითი ან რაღაცა შესაბამისად ვერ იპოვის, მაშინ final score-ში მე აქ ჩამიჯდება -1. ეს გასაღები რატოა კარგი? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ახლა აქ ერთ მნიშვნელობას ვაწოდებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება 2, 3, 4 მნიშვნელობა გადავაწოდოთ, ხო? ანუ ერთი გვერდიდან მეორეზე გვჭირდებოდეს განსხვავებული მნიშვნელობების გადაწოდება. შესაბამისად, განსხვავებული გასაღები გვექნება, ხო? რომ დაუშვათ ექნება აი დალოგინების დროს მაგალითად მინდა რომ username და parole შემდეგ გვერდზე გადავაწოდო, ეგეთ რაღაც არ იქნება ახლა, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ რა. დაუშვათ დალოგინების გვერდიდან username და parole მინდა გადავაწოდო. მექნება ორი გასაღები. username-ისთვის ცალკე მექნება გასაღები, parole-ისთვის ცალკე მექნება გასაღები და მეორე გვერდზე ცალკე ამ გასაღებებით ამოვიღებ username-ს და parole-ს. ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელობის ამოღება გვინდა, ამიტომ უბრალოდ ერთი გასაღები გვაქვს და აგერია ჩვენი final score. და ვაკეთებ რას, რომ აი ამ ჩვენს binding score text view-ზე ტექსტად ვსეტავ ზუსტად აი ამ final scores, რაც მე წინა გვერდიდან გადმოვაწოდე. აქ ახლა იმიტომ აწიფლებს, რომ final score integer-ია, მთელი რიცხვია და ტექსტად მთელ რიცხვს ვერ დავაყენებთ. ამიტომ ამას უნდა ვთქვათ, რომ გარდაიქმნას ტექსტად, string-ად. ეხლა რო გავუშვათ, მოკლედ ყველაფერი იმუშავებს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე. Start quiz. მოდი გავცეთ ამაზე სწორად პასუხი, ამაზე არასწორად და ამაზეც არასწორად. მივიღეთ 1, იმიტომ რომ რეალურად 1-ს გავეცით მარტო სწორი პასუხი. მე რო ეხლა თავიდან გავუშვა აპლიკაცია და დავუშვათ 2-ს გავცე სწორი პასუხი, მაგალითად აქ გავცეთ Paris სწორი პასუხი, აქ 4-ია და აქ N-ი მივცეთ. 2-ს გავეცი სწორი პასუხი, შესაბამისად 2 დამიწერა. მე რო ყველაზე სწორი პასუხი გამეცა, მაშინ 3-ს დამიწერდა რა. ესეთნაირად მოკლედ გავაკეთეთ quiz-ი, Paris-ი, 4 და activity. სამივე პასუხი სწორია. შესაბამისად 3-ი დამიწერა აქ. თუ არც ერთი არ იქნება, პასუხი იქნება 0. -1 იქნება, ხო? -1 მაშინ მოგცემს შენ, როდესაც აი ამ გასაღებზე მნიშვნელობას ვერ იპოვის. ხო, ნახე, მაგალითად ყველას არასწორი რომ მივცეთ. აქ 0 იქნება, მაგრამ ნახე, ნახე რა ხდება, ხა მაგის მაგალითაც გაჩვენებს, რომ დავინახოთ უკეთ. მე ხო აი აქ წინა გვერდზე ექსტრაში ვატან ამ გასაღებით მნიშვნელობას. მე დავუშვათ ეს არ გამოვატანე. მაგრამ აქეთ მაინც ვეძებ ამ გასაღებზე მნიშვნელობას, რომელიც რეალურად განსაზღვრული იქით არ მაქვს რა. ანუ იქიდან მე არ მithქვამს, რომ ამ გასაღებზე რაღაცას ვატანო. მაგრამ აქეთ მაინც ვეძებ მაგ გასაღებზე მნიშვნელობას რა. ხო ბუნებრივია რომ ვერ იპოვის ვერაფერს. შესაბამისად სტანდარტულად -1-ს დამებრუნებს რა. იმიტომ რომ მე აქ რასაც არ უნდა ვაჭირო, არაფერს იმ გასაღებზე მე არაფერი არ გამოვატანე, შესაბამისად ვერ იპოვა და ნახე default value აქაც აწერია, default value დაიღო -1. იმ შემთხვევაში თუ ვერაფერი ვერ იპოვა. ეს არის, მოკლედ, ესეთი ნიუანსი არის აქ. კარგი. ესე იგი. ხო, ნუ იდეაში ეგ არის. იმაში quiz activity-ში groups რო უწევ, ხედავს იმას activity quiz ვითომ? რას რო უწევ? binding groups-ზე. activity quiz ხედავს XML-ს. ნუ ეგ. quiz activity? აქ აი დაიცა. აქ რო წერია? არა, აქ უეჭველი რუთი უნდა იყოს. როგორ ხდება რომ ის მაგისი XML ფაილი activity quiz? როგორ ხდება? ნახე, binding-ი ხო არის activity quiz binding-ი. ანუ ნახე, binding-ი ყველა კლასს ქმნის თვითონ XML-ის მიხედვით. ანუ ნახე, quiz activity-ში მაქვს activity quiz binding-ი, result activity-ში მაქვს activity result binding-ი. მე ამის inflates რო ვაკეთებ, მე ამ binding-ში მომდის იმ კონკრეტული layout-ის binding-ი. ანუ აქ მექნება კონკრეტული result XML-ის binding-ი, აქ მექნება quiz-ის XML-ის binding-ი. და root-ი, როგორც ვიცით, კონკრეტული XML-ის ან ყველაზე მაღალ დონეზე მდგარია. ნახე, ახლა root-ს მე quiz-ში რო დავაჭირო, მომცემს constraint layout, რომელიც ყველაზე მაღალ დგას აქ რა. ეს არის ის layout-ი, რომელიც შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც მთლიანი კონტენტი რა. შესაბამისად, set content view-ში რო root-ს აწოდებ, ეს აქ აწოდებს, მოკლედ რო ვთქვათ, root-ი ნიშნავს, რომ აი ამ ყველაფერს ფაქტობრივად აწოდებთ რა set content view-ში. ესეთ რაღაცას აკეთებს. ხო. არა, მაგრამ ერორებია, რომ მაგას მიმოიტესოს ის თავმოწმო. დაიცა.
მე მგონია უნდა ხედავთ სამებს ის. ამ მეფს ვერ დაინახავს, იმიტომ რომ ვიზი არ გაქვს. აქ ვიზი გაქვს. აქ ვიზი არ გაქვს. Finding ჭირდება მაშინ გეჭირებაში. Finding წერტილი, ეხლა ხედავს. ნახე, ამის მუგამწო ისაა, რომ შენ ვის binding რო გაქვს, აქში binding-ი ავტომატურად მოიაზრება, მაგითო გაწერილებს ამას ასე. აქ binding-ი უნდა მოიაზროს ავტომატურად. ანუ ეს ვიზი მარტო ფუნქციის ფარგლებში მუშაობს, ამას არ ეხება. მაშინ ან აქაც ვიზი უნდა დაუწერო, ან ცალ-ცალკე binding-ი უნდა დაუწერო. კითხვები გაქვთ? კი. ანუ ჩვენ აქ რაც შევქმნით ეგ არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ თავიდან ხშირად ეშლებათ ხოლმე რომ აი აქეთ ხარის პირველ გვერდზე რომ ინტენტს ვქმნით. ეს არის ანუ ჩვენ ვქმნით რაღაცა ინტენტს, რითიც გვინდა რომ გვერდი გავხსნათ. მაგრამ თვითონ ამ გვერდს ასევე აქვს თავისი ინტენტი რა, აქ რომ მე ინტენტ დავწერო, ნახე, ესეთი ტიპიც არის. მე ხო ეს ტიპი არ შემექმნი, აქ არსად ზევით პროსტა ინტენტ property არ მაქვს. ყველა activity-სა აქვს ეს, ანუ ეს ტიპი უშუალოდ რაც მე აქ დავწერე, არის ის ინტენტი, რითიც არის გვერდი გახსნილი. და ეს ქვედა არის უკვე ჩემი ინტენტი, რითიც მე მინდა სხვა გვერდი გავხსნა. და შესაბამისად მე ამ ინტენტით რო სხვა გვერდს ხსნი, იმ სხვა გვერდსაც ხო აქვს ეს ინტენტი. ეს არის უკვე ის ინტენტი, რითიც გაიხსნა. შესაბამისად მე თუ რითიც შეიქმნა გვერდი. მე ხო სტარტავ, ნახე, start activity-ში ინტენტი ხო გამოიყენება იმისთვის, რომ მე აღვწერო რა გავხსნა, ანუ რა გვერდი გავხსნა. activity ჩვენ შემთხვევაში. ხო და ეს activity რო გავხსნათ, უეჭველი ინტენტი გჭირდება რა და შესაბამისად გვერდი ზოგადად გვაძლევს, ყველა გვერდი გვაძლევს იმ ინტენტს, რითიც გაიხსნა. ანუ ნახე, ჩვენ ეს გვერდი result ანუ ეს ხო არის quiz activity. ეს არის quiz-ის გვერდი. quiz-ის გვერდზე მე მაქვს ინტენტი, რომელშიც აღწერილი მაქვს, რომ ამ გვერდიდან, ანუ quiz-ის გვერდიდან მინდა გავხსნა result activity, ანუ result-ის გვერდი. რა, სადაც მე results გამოვაჩენ. შესაბამისად მე რო ეს დავსტარტო, ხო? აქეთ ხარ ეს ინტენტი რაც მაქვს. აი აქ მექნება შენახული ის ინტენტი, რომლითაც მე გავხსენი result activity, ანუ ჩვენ შემთხვევაში აი ეს ინტენტი მექნება. იმიტომ რომ აი ამ ინტენტით გავხსენი მე, ნახე, start activity-ში მე ეს ინტენტი ჩავაწოდე. შესაბამისად ეს ინტენტი, ვინაიდან ის გვერდი result-ი ამ ინტენტით გაიხსნა, აქეთ მექნება ის ინტენტი, ანუ რითიც გავხსენი activity რა. და ვინაიდან მე ამ ინტენტში კიდე ექსტრა გავაყოლე რაღაცები მნიშვნელობები. შესაბამისად მე აქ მაქვს შესაძლებლობა რომ ის ამოვიღო აქედან რა. ესეთი ნებია. ნუ მთლად კლასის კონსტრუქტორი არ არის, მაგრამ ნუ ცოტა სხვანაირად მუშაობს, მაგრამ მთლად კლასის კონსტრუქტორსაც ვერ დაუძახებდი რა. ხო, გასაგებია თუ მაინც კიდე კი ბატონო. რა აზრის ხართ რომ დავალებაში კრესტიკიდან 0 კი მოგცეთ? მოგცეთ კრესტიკიდან 0 კი? გამოწვევა ყველა ვარიანტში იქნება, უნდა იყოს. კარგი, რამეს დავფიქრე, მაინც თუ უკეთესი მექნება რამე მოფიქრებული. კი ბატონო, მოკლედ აი ამ თემის ფარგლებში ხარაც გავარჩეთ, რამე კითხვები თუ გაქვთ დასვით თუ არა და ნუ იდეაში ეგ არის რა. ანუ ყველაფერი გასაგებია. კარგით.